საღამშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. კარგავს თუ არა საქართველოს რეგიონში მის წონას და პოზიციებს, რეალურია თუ არა საფრთხე საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე ჩვენს ქვეყანას კონკურენტი გამოუჩნდეს. რას ნიშნავს დავოსის ფორუმზე ილჰამ ალიევის განცხადება და რა უნდა იყოს ოფიციალური თბილისის პასუხი. მაშასე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიწყებთ ამ კვირის აქტუალური საკითხების შეფასებას, რაც ბუნებრივია მხოლოდ ამ თემით არ შემოიფარგლება. მშვიდობის საბჭო საქართველოს გარეშე სურსათის ფასები დებატების შესახებ ირაკლი კობახიძის პოზიცია და შეთავაზება, იქით გლობალური პოლიტიკური საკითხები და ამ თვალსაზრისით სხვა პერიპეტიები და ასე შემდეგ ვისაუბრებთ მოკლედ არაერთ თემაზე და წარმოგიდგენთ კიდეც ჩვენს პირველ სტუმარს დიპლომატი გია ჯაფარიძე იმყოფება თავისუფალ სტუდიაში. გამარჯობა ბატონ გია და მადლობა რომ გვესწრებთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებელს და პოლიტიკურ პატიმრებს, ვინც ვიყურებს თავისი საკნებიდან მალე თავისუფლებას მისურვებთ. თემა ჩამოთვალეთ და ყველაზე უნდა ვისაუბროთ. ყველაზე ზოგადად გადაცემაში, მათ შორის ნაწილზე თქვენთან. და დავიწყოთ მოდით აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების შეფასებით. ვგულისხმობ განცხადებას, რომელიც ილჰამ ალიევმა დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა და რომელსაც თბილისში ახლავს შეფასებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი, წონა და მნიშვნელობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ახლა ვიდრე კითხვას დაგისვათ, მოდით გავახსენოთ მაყურებლებს კონკრეტულად რა თქვა ალიევმა. მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით. ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღესაც პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდებაო, ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. შეშფოთებულია ოპოზიცია და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვისმენთ განცხადებებს, რომ საქართველო კარგავს რეგიონში საკუთარ პოზიციას. აი გითხარით თქვენი შეფასება, რა მდგომარეობას მივიღებთ, თუ კი აი სატრანზიტო ტვირთები, რომელიც ახლა საქართველოზე გადის, არ ვიცი, სომხეთის მარშრუტით გადამისამართდება. რამდენიმე წუთში მინდა ალბათ რომ ამ კითხვას უპასუხო. მე მგონი მარტო ოპოზიცია და საექსპერტო საზოგადოება არა, ალბათ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ შეშფოთებული იმით, რაც ხდება. პრინციპში პრეზიდენტმა ალიევმა გაჟღერა ის, რაც რაღაც მომენტში აუცილებლად გაჟღერდებოდა და ეს იყო მოსალოდნელი. საქართველოს თავის როლს და ფუნქციას კარგავს 2013 წლიდან და ეს იყო სრულიად შეგნებული პოლიტიკა ქართული ოცნების. ჩვენ გვჭირდება, ისტორია რისთვის გვჭირდება, რომ ისტორიიდან რაღაცა გაკვეთილები და დასკვნები გამოვიტანოთ, ხო? ჩვენს გარშემო არსებობენ ისეთი ერები, რომლებსაც არსებობენ, მაგრამ არ აქვს სახელმწიფო, ხო? მაგალითისთვის ქურთები, გაცილებით ჩვენზე მეტნი არიან, სადღაც 40 მილიონი, ჩვენ სამეზობლოში კომპაქტურად ცხოვრობენ, სამშობლო აქვთ, მაგრამ სახელმწიფო არ აქვთ, არ არსებობს ქურთების სახელმწიფო. ჩვენ გაცილებით ნაკლები ვართ რაოდენობით, მაგრამ გვაქვს სახელმწიფო. ეს ყველაფერი გამოიწვია ისტორიულმა და გეოპოლიტიკურმა ძვრებმა, რომელიც მანამდე ისტორიაში მოხდა. საქართველოს ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი სახელმწიფო, იმიტომ რომ მისი გეოგრაფიული მდებარეობა იყო მნიშვნელოვანი, ის ამ გეოგრაფიული მდებარეობით სარგებლობდა და მას ეს გეოგრაფიული მდებარეობა ანიჭებდა გარკვეულ უპირატესობას. ხო, საქართველოს არ არის მრავალრიცხოვანი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორია არ არის დიდი, ჩვენს ტერიტორიაზე არ არის ისეთი ბუნებრივი რესურსები, რომელიც ძალიან ფასობს, მაგალითად, იშვიათი მინერალები, ოქრო, პლატინა, ურანიუმი, ნავთობი, გაზი, ეს ჩვენ არ გვაქვს, ხო? ეს არის ძირითადი სიმდიდრე, რომელიც შეიძლება ქვეყანას გაარსეს, იმიტომ რომ ამ სიმდიდრეზე არის მოთხოვნა, რითი ვიყავით ჩვენ საინტერესო, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით, ჩვენ ვაერთებდით კონტინენტებს, ცივილიზაციებს, დასავლეთს, აღმოსავლეთთან, ჩრდილოეთს, სამხრეთთან და როდესაც ჩვენ ეს გეოპოლიტიკური ნიშა დავკარგეთ და ეს გეოპოლიტიკური ნიშა დაიკარგა მას შემდეგ, რაც დაეცა კონსტანტინოპოლი და ჩაიკეტა შავი ზღვა. ჩვენ აღარ ვიყავით დასავლეთის და აღმოსავლეთის გამაერთიანებელი. საქართველოს აღარ იყო საინტერესო. საქართველოს დაივიწყა დასავლეთმა. ჩვენ მოვწდით დასავლურ ცივილიზაციას და 1466 წლიდან დამოუკიდებელი ერთიანი ქართული სახელმწიფო აღარც გაგვაჩნია. 1918 წელს ავადგინეთ დამოუკიდებლობა, რომელიც მალევე დავკარგეთ და წინა საუკუნის 90-იან წლებში, როცა კვლავ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური ნიშა. საბოლოოდ სომხეთის მარშრუტამდე მოვიდეთ და ნახეთ ჩვენ ეს რა არის ეს ნიშა, აი ეს სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც ჩვენ გქონდა, ხო? რასაც ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სიმართლეა ეს. ნახეთ, აი იგივე თქვა ზანგეზურის დერეფანი, ახლა კიდევ ეს განცხადება
ტრამპის მარშრუტი, ეგრეთ წოდებული ტრიფი, ხო? ჩვენ ამ ყველაფრიდან ვართ ამოვარდნილი და ვართ ამოვარდნილი არა იმიტომ რომ ვინმე ამოგვაგდო, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ არ გვაქვს სურვილი საქართველოს ამჟამინდელმა ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აქედან ჩვენ ამოვარდნილი ყავთ. როდესაც კარგავ გეოპოლიტიკურ ნიშას, მაშინ ჩვენ ძალიან ახლოს ვდგებით იმ მომენტთან, რაც ჰქონდა მე-15 საუკუნეში. ჩვენთვის გეოპოლიტიკური ნიშის დაკარგვა თუ ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ ვართ არავისთვის საინტერესო, ამას ძალიან ახლოს მივყავართ საერთოდ დამოუკიდებლობის დაკარგვასთან. ამიტომ გითხრათ, როგორია ქართული ოცნების წარმომადგენელთა პოზიცია ალიევის განცხადებასთან მიმართებაში, რადგან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და ერთმანეთში ვაჭრობა, მიმოსვლა და ტრანზიტი ექნებათ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს დაკარგა ფუნქცია, არაფერ ფუნქციას არ კარგავს ჩვენი ქვეყანა. ესეთია უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის. აი რას უპასუხებთ ქართულ ოცნებას და გეტყვით, რას ნიშნავს მათივე შეფასებით? ოცნება ამტკიცებს, რომ აი სომხეთის მარშრუტზე საუბრების გააქტიურებას უნდა შევხედოთ არა როგორც თქვა საქართველოს ფუნქციის და როლის მისუსტებას და მინელებას, არამედ სამხრეთ კავკასიის კიდევ უფრო გაძლიერების გზას და შესაძლებლობას. ნახეთ, რატომ არ ვართ მაშინ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში, სადაც არის ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერი. საქართველოს რატომ არ აღმოჩნდა, რატომ არ მიიწვიეს ამ ძალიან ეს წელიწადში ერთხელ იმართება და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფორუმი. ქართული ოცნებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. მანამდე ამის აფიშირებას აკეთებდნენ და იქ ვიღაცას ხელს რო აუწევდნენ და ვიღაცა დერეფანში რო ესალმებოდა, იმასაც კი აშუქებდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმია, იქ არ არიან, ხო? ნახეთ, ან ქართულ ოცნებაში არ ესმით, ისინი იმდენად უწიგნურები არიან. ახლა მე ეს არ გამიკვირდება, იმიტომ რომ პარლამენტის ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარეს ვენესუელა ეგონა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო, ხო? ვენესუელასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და წევრი სახელმწიფო ეგონა ევროპის კავშირის. წარმოიდგინეთ, ხო? ანუ მე ვიცი, რომ ისინი ძალიან დაბალი განათლების არიან. ეს არ არის დასაზრახის ადამიანი, ან არის განათლებული, ან არ არის განათლებული, ხო? ხა ჩვენ რო ყავს ყველაზე გაუნათლებელი ხელისუფლება საქართველოს ისტორიის მანძილზე, ეს უბრალოდ შემდგარი ფაქტია. მათ ეს მოძდით ან გაუნათლებლობით და არ ესმით, უბრალოდ ვერ იაზრებენ საქართველოს სახელმწიფოს, ვერ იაზრებენ მანამდე რა გაუკეთებია საქართველოს სახელმწიფოს, ვერ იაზრებენ რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი 1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტი, რა იყო ამ სამიტის მონაპოვარი, ვერ იაზრებენ იმას ზოგადად რა არის ქართული სახელმწიფო. ან მეორე ვარიანტია, ისინი ამას შეგნებულად აკეთებენ. რა საკვირველია ეს განცხადება ნიშნავს, ეხლა სომხეთიდან ტვირთები თუ აზერბაიჯანზე გადის და აზერბაიჯანიდან ტვირთები სომხეთზე, თუ ეს ტვირთები არ გადის საქართველოზე, თუ ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე არ მოძრაობს, რას ნიშნავს? ესე იგი დაკარგე ხო სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ კიდევ ვამბობ, ჩვენ სარგებლობდით იმ მდგომარეობით, რაც რეგიონში იყო. ეს იყო ყარაბაღის კონფლიქტი, ეს იყო დაულაგებელი ურთიერთობები სხვადასხვა მეზობელს შორის. ეს იყო რასაკვირველია ინტერესი, რომელიც ჩვენ გავაჩინეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და განსაკუთრებით ევროპის გაერთიანებაში ჩვენს მიმართ. იმით რომ ჩვენ გამოვთქვით ჩვენი სურვილი, რომ ჩვენ შეგვეძლო ყოფილიყავით დამაკავშირებელი, მაგალითად ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის, რომ ჩვენ შეგვეძლო ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც ცენტრალურ აზიაში ან კასპიის აუზშია, ჩვენი გავლით აღმოჩენილიყო დასავლეთში. თუ ეს ყველაფერი არ ხდება, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ დავკარგეთ ჩვენი ფუნქცია. ბადოგია, დრო მინდა რომ სწორად გავანაწილოთ, ამიტომ რომ კიდევ ერთი საკითხი შევაფასოთ, ისიც ამ კვირაში აქტუალური თემა, გულისხმობ მშვიდობის საბჭოს, რომლის ფორმირებასაც ახდენს დონალდ ტრამპი და დღეს დავოსში ამ საბჭოს წესდებას მოეწერა კიდეც ხელი, როგორც უკვე იცის საზოგადოებამ. 50-მდე ქვეყანა მიიპატიჟა საბჭოში დონალდ ტრამპმა, მათ შორის ჩვენი ყველა მეზობელი სახელმწიფო, მაგრამ არა საქართველო. აი გითხარით თქვენი პოზიცია, რატომ არ ვართ
ამ საბჭოში, მით უფრო რომ მშვიდობის მესიჯი შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების მესიჯ ბოქსებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პოზიციებზე. აი რატომ გამოტოვა თქვენი აზრით დონალდ ტრამპმა? საბჭოთა კავშირსაც მთავარი მესიჯი ჰქონდა მშვიდობა. საბჭოთა კავშირი თავისი არსებობის მანძილზე სულ ლაპარაკობდა მშვიდობაზე. თუ მესიჯებს არ უყურებს, მაშინ რას უყურებს ტრამპი? ოღონდ ეს არ იყო ნამდვილი გზავნილი, ხო? საბჭოთა კავშირი ყიდდა სიცრუეს. ამ შემთხვევაშიც ქართული ოცნება ლაპარაკობს მშვიდობაზე, მაგრამ სინამდვილეში თვითონ არის ომის პარტიის ნაწილი, ხო? ნუ თვითონ არის მადუროს მოკავშირე, არის ჰამასის მოკავშირე, არის რუსეთის მოკავშირე, არის მოკავშირე იმ სახელმწიფოების, რომლებიც ერთი მხრივ თქვათ, სოფლიოში მშვიდობას არ უჭერენ მხარს და ნუ ხა მეორე მხრივ ეს არის ის სახელმწიფოები და ან კიდევ ორგანიზაციები, რომლებიც საერთოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ და რეგულარულად არღვევენ საერთაშორისო სამართალს. ზოგადად ეს მშვიდობის ეს ფორმატი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა მისი ინიციატივა, ჩემი აზრით მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაბალი ეფექტურობის ხაზგასმას. ის რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტების ერთგული ვერ არის. ის ვერ ფუნქციონირებს. ანუ გაეროს ჩანაცვლება სურს დონალდ ტრამპს, მაშინ რამდენად შეძლებს ეს საბჭო? მე მგონი ჯერ ძალიან ადრე ამაზე საუბარი, მე მგონი ჯერ უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება თუნდაც აი ამ ფორმატის ბედი. ზოგადად რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, არის არსებული მსოფლიო წესრიგის რევიზია. ფაქტია, რომ ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც შექმნეს ამერიკელებმა, დღეს ის გამოიყენება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ნუ მინიმუმ ასე ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია. ეს წესრიგი აღმოჩნდა ძალიან ეფექტური იარაღი ისეთი სახელმწიფოების ხელში, რომლებიც არღვევენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას. მაგალითად რუსეთის ფედერაცია, რომელიც რეგულარულად არღვევს ქარტიის პრინციპებს. მაგალითად რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს. მიიტაცა 2014 წელს ყირიმი. თავს დაესხა უკრაინას 2022 წელს. აშინებს და აგრესიულია თავისი მეზობლების მიმართ. ეს ყველაფერი არის ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა. მაშინ როდესაც სხვა სახელმწიფოები არღვევენ ქარტიას და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ არის ეფექტური ამის აღსაკვეთად, როგორც ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ როცა ის ერკინება ურჩხულს, ვერ შეერკინება თეთრი ხელთათმანებით და მან უნდა მიიღოს, ასე ვთქვათ, საპასუხო ზომები. როგორ განვითარდება შემდგომი, ასე ვთქვათ, ბედი ამ ფორმატის, ამას ჯერ კიდე დრო ჭირდება, იმიტომ რომ სულ ერთ რამდენიმე დღის ამბავია და უნდა დაველოდოთ როგორ იქნება, მაგრამ ის რომ იქ არ არის მიწვეული საქართველო, ეს მიანიშნებს იმას, რომ საქართველომ ზუსტად აი ეს ფუნქცია დაკარგა, რა ფუნქციაც მას ისტორიის განმავლობაში ჰქონდა, ან ყოველთვის ეძიებდა რომ ქონოდა. საქართველო არის სხვა სახელმწიფო, სატელიტი სახელმწიფო, შესაბამისად რა საჭიროა რომ მისი იქ მოწვევა დავაფიქსიროთ. ბატონია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს შევეხებთ, რამდენიმე წუთი დავუთმოთ კიდევ ამ კუთხით საუბარს, მით უმეტეს რომ აი როგორც დასავლური მედია იუწყება გრენლანდიასთან დაკავშირებით შემდგარა შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის. დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დანიას და შტატებს შორის ომი არ იქნება, აღარ მოხდება არც გაზრდილი ტარიფების დაწესება. მხარებმა კომპრომისი იპოვეს. არსებული ინფორმაციით ამერიკა მიიღებს კუნძულზე არსებული მიწის ნაწილს ამერიკული სამხედრო ბაზის განსათავსებლად, თუმცა არქტიკაში უსაფრთხოება მთლიანად ნატოს განსახილველ საკითხად რჩება და გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის სუვერენიტეტსაც პატივს ცემს აი ეს ჩარჩო შეთანხმება, რომელიც შედგა ნატოსა და შტატებს შორის. აი რა სიტყვით, რამდენად სწორი და ასე ვთქვათ, კარგი გადაწყვეტილებაა გრენლანდიის საკითხზე.
დავის პროცესში. ტრამპმა ფაქტია რომ ივაჭრა და მთლიანად კუნძული თუ არა ის რაღაც ნაწილი პასუხი ვერ იქნება. მოსალოდნელი არანაირი ომი არ იყო, არანაირი სამხედრო ჩარევას ადგილი არ ექნებოდა. ეს აბსოლუტურად არანაირი ტარიფები არ იქნებოდა. ანუ ეს იყო მხოლოდ ასე ვთქვათ ამ საკითხზე მხარეებს შორის მოლაპარაკებების წინ გამოთქმული პოზიციები. არ იყო მოსალოდნელი არანაირი ტარიფი, მიუხედავად განცხადებისა და მით უმეტეს არ იყო მოსალოდნელი არანაირი ჩარევა. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებების უკან ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ დავინახოთ რა არის მთავარი აზრი, რა არის ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები, რას ფიქრობენ პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველები. ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის გრენლანდია არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ისინი მიიჩნევენ, რომ გრენლანდია არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია. მნიშვნელოვანი არის რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებულ შტატებს გრენლანდიაზე უწევს საუბარი. პრეზიდენტი ტრუმანი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ცივი ომის პერიოდში ასევე ცდილობდნენ, რომ გრენლანდია აღმოჩენილიყო ამერიკის შეერთებული შტატების უფრო მეტი კონტროლის ქვეშ. ამას აქვს მიზეზები. თავარი მიზეზი ეს არის არქტიკის გადანაწილების საკითხი. ყინულის დნობა იწვევს იმას, რომ იქ თავისუფლდება ბუნებრივი რესურსები, რომლის ათვისებაც იქნება შესაძლებელი. ყინულის დნობა, მე ვლაპარაკობდი გეოპოლიტიკაზე, ყინულის დნობა შესაძლებელია შეცვალოს გეოპოლიტიკური ღერძი. თუ დღეს გეოპოლიტიკური ღერძი გადის ატლანტიკის ოკეანეზე, ამ ღერძმა შესაძლებელია გადაიწიოს ჩრდილოეთში, რატომ? წყლები გახდება იქ სანაოსნო. დღეს იქ ვერ ნაოსნობენ ყინულის გამო. რუსეთს, რომელსაც მუდმივად სურდა, რომ თავარ სანაოსნო გზებზე გასულიყო და ვერაზროს ეს ვერ მოახერხა ისტორიის მანძილზე, მას აქვს არქტიკასთან ყველაზე დიდი საზღვარი. წარმოიდგინეთ, ანუ ყველაზე მეტი წვდომა რესურსებთან და სავაჭრო სანაოსნო გზებთან ექნება რუსეთს და იგივე რუსეთი ამბობს, რომ ჩინეთი არის არქტიკის ახლობელი სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ თავს განიხილავს გლობალურ კონკურენციაში ჩინეთთან. არქტიკის გადანაწილების საკითხი მისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სავაჭრო ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. გრენლანდია კიდევ თავად არის სავსე იშვიათი მინერალებით. იგივე ის ოქროს გუმბათი, რომელიც ტრამპს უნდა შექმნას. ხო, ამაზე მინდოდა მეკითხა. ხედავთ გრენლანდიის ტერიტორიაზე ზუსტად ეს კითხვა მინდოდა და დამესვა ოქროს გუმბათის საჭიროებას და ამით ტრამპი მოსალოდნელი საფრთხეებისგან იცავს მხოლოდ ამერიკას თუ არა მხოლოდ. რასაკვირველია, არა მხოლოდ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო იმავე ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში. გრენლანდიის საკითხი არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საკითხი, ეს არის იმავე ნატოს საკითხი, იგივე ევროპის კავშირის საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის თავარი პრობლემა მან კიდევ რა არის? იმისთვის, რომ რა თქმა უნდა დანია დაუშვებს დაშვებას, უფრო დიდი სამხედრო ბაზა იქნება, რა თქმა უნდა დაუშვებს ამერიკულ კომპანიებს, რომ მოიპოვონეს იშვიათი მატერიალები, მინერალები, რასაკვირველია იქ არ შეესწება, რომ არ შემოუშვას რუსეთი და ჩინეთი. ამას ის იტყვის, მაგრამ სად არის იმის გარანტია, რომ თქვათ 20 წლის შემდეგ დანიაში არ იქნება ხელისუფლება, რომელიც არ იქნება თქვათ მაოისტი და ჩინეთთან არ ექნება თქვათ უფრო მჭიდრო უკეთესიც კია ამას. ანუ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ნატოს და ჩემი აზრით ზოგადად აი ამ მოდი ასე ვთქვათ საერთოდ დასავლური ცივილიზაციის უსაფრთხოების საკითხი. ამ კუთხით უყურებს ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიას. ჩვენთვის მთავარი არის გავიგოთ რა არის იმის უკან, იმ განცხადებების უკან, რასაც ტრამპი აკეთებს. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერიტორიები არ ჭირდება. არც აპირებდა გრენლანდიის მთლიანად წაგებას. არ აპირებდა ეს მხოლოდ განცხადები, რასაკვირველია, რა თქმა უნდა არ აპირებდა, მაგრამ გრენლანდია მისთვის არის მნიშვნელოვანი. გრენლანდიაზე მას ჭირდება უფრო მეტი სამხედრო ყოფნა. რა თქმა უნდა მას იქ ჭირდება ამერიკული კომპანიები, რომლებიც ამ იშვიათი
მინერალების მოპოვებით იქნებიან დაკავებული. რა თქმა უნდა, მას სჭირდება უფრო მეტი წვდომა არქტიკასთან. რა თქმა უნდა, მას სჭირდება რომ მოახდინოს ნეიტრალიზაცია იმ საფრთხეების, რომელიც მოდის ჩინეთიდან და რუსეთიდან. რასაკვირველია ეს ყველაფერი, მას სჭირდება ისინი ასე უყურებენ ამ საკითხს. მადლობა ბატონგია სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით და მივესალმებით ნუგზარ ციკლაურს მეორე მხრივ, რომელიც უკვე წარმოადგენს კოალიციას ცვლილებისთვის, მასთან ინტერვიუს გავხსნით თემით, რომელიც პრობლემურია მოსახლეობისთვის და მოდივად აღელვებს საზოგადოებას, გულისხმობ ფასებთან დაკავშირებულ საკითხს, იქნება ეს სურსათი, მედიკამენტები თუ საწვავი. უშუალოდ სურსათთან მიმართებაში მე შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი გუშინ ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა, უკვე დღეს კი სუსი სხვადასხვა კომპანიაში შევიდა, საიდანაც ახდენს კონკრეტული დოკუმენტების ამოღებას. მიგვიყვანს თუ არა ეს პროცესი ფასების შემცირებამდე. მაშ ასე ნუგზარ ციკლაური უკვე შემოგვერთა, გამარჯობა ბატონ ნუგზარ და მადლობა რომ გვესთ. ბატონ ნუგზარ, მოდით აბსოლუტურად სხვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს პრობლემური საკითხის შეფასებით დავიწყოთ. გულისხმობ სწორედ სურსათის ფასებს და მთავრობის მცდელობას ფასების როგორმე შემცირების მიზნით პროცესში ჩაეროს. ეხლა იცით რომ სუს გამოძიება აქვს დაწყებული, დღეს კი ცნობილი გახდა რამდენიმე საათის წინ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელში შევიდა, უწყება ადასტურებს რომ არსებობს ათობით განჩინება და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. ეხლა ამავე დროს მამუკა მდინარეძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია, გახლავთ იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაშიც, რომელიც მთავრობაში შეიქმნა და რომელიც სწავლობს სწორედ აი ფასებთან დაკავშირებულ საკითხს. პირველ რიგში სწორედ ამ კუთხით კითხავთ მოდით. აი როგორ უნდა შეფასდეს ფასებთან დაკავშირებულ საკითხში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემოყვანა და რამდენად ეთანხმებით იმ პოლიტიკოსებს, ვინც ფიქრობს, რომ აი ამ ამბავში სუსის ჩართვა ეს არის, არ ვიცი, პირდაპირი მუქარა ბიზნეს სექტორის მიმართ. მოდი მე ეს რიტორიკული შეკითხვით მოგმართავთ. იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელ სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას ახდენს სუსი, სახელმწიფო უშუალოების სამსახური. ეს ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს. ყველასათვის ცხადია, რომ თავისუფალი ბაზარი არეგულირებს ყველა ფასებს და ამ ქვეყანაში არის ეკონომიკის სამინისტრო, ამ ქვეყანაში არის საგადასახადო სისტემა, ამ ქვეყანაში არის ეროვნული ბანკი, რომელთა სწორი მოქმედებების შედეგად ხდება ხელშეწყობა ამა თუ იმ პროცესებისათვის. როდესაც ქვეყანაში გაქვს 18%-იანი დღგ-ს გადასახადი, როდესაც აღსჯობა ადამიანებს, როდესაც კორუფცია მიაღწია იმ მასშტაბს, რომ არ ვიცი და ემით აუწერელი სიმდიდრეს ინახავენ თავიანთ სახლში ჩინოვნიკები, ეხლა ლაპარაკი იმაზე, რომ რომელიღაცა მეწარმეები თურმე ეწევიან აი ამ ბაზრის ნგრევას და ვერ ძღებიან შემოსავლით და ამ შემდეგ არის უბრალოდ ადამიანების მოტყუება. ჩვენ გამოვიარეთ კომუნისტური ეპოქა და გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის ტალონები და ყველის ტალონები და პურის ტალონები. აი აქეთკენ მიდის ქართული რა სჭირდება ქართულ ოცნებას ადამიანების მოტყუება, მაშინ მოდით ამ კითხვასაც დაგისვავთ და რა გგონიათ მიზეზები იმის, რომ აი ეს პროცესი წამოიწყო საქართველოს ხელისუფლებამ. აი ამ ინფლაციის შემდეგ აღარ ყოფნით ფული იმისათვის, რომ შევიდნენ სუპერმარკეტებში თუ სხვა ადგილებში და იყიდონ თავიანთთვის საჭირო ნივთები. ეს პრობლემა რეალურია, განა არ არის რეალური ეს პრობლემა, მაგრამ მისი გადაჭრა ისე კი არ უნდა მოხდეს, რომ სუსი შეუვარდეს მაღაზიის მფლობელებს და დაატეროროს ისინი, აიძულოს რაღაცის გაკეთება. ეს ხომ აი რაღაც შეიძლება ორდღიანი ეფექტი მოგწეს. ამიტომ საბოლოო ჯამში დამანგრევლად მოქმედებს ეკონომიკაზეც, იქ დასაქმებულ ადამიანებზეც უნდა დაიხუროს ათასობით ბიზნესი. რა პრემიერ-მინისტრის საქმე არის, რამდენი სუპერმარკეტი იქნება საქართველოში. ვინმე გახსნის თუ არა რომელიმე სოფელში, რომელიმე დაბაში, სხვადასხვა მაღაზიას, რას მიიტანს იქ გასაყიდად, ეს რა სახელმწიფოს საქმე არის. სახელმწიფოს საქმე არის, რომ არ მოიპარონ იმდენი ფული, რომელიც შემდეგ ქვეყანას ანგრევს. აი ეს არის თავარი, როცა თავდაცვის მინისტრი ყავს, როგორც აღმოჩნდა, ქოცების მიერვე გამოცხადებული ქურდი, მეორე თავდაცვის მინისტრი ქურდი, პრემიერ-მინისტრი ქურდი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქურდი, როდესაც ინახავენ სახში 20 მილიონს მაგალითად, როგორც პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში იყო და პენსიას უმატებენ 20 ლარს. აი ეს არის პრობლემის თავი და თავი. და არა ის, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა სადმე მაღაზიის
გახსნა. ამიტომ მგონია რომ ეს არის პროპაგანდისტული კამპანია, რომელსაც შეუძლებელია უბრალოდ რომ შედეგი კონდეთ. კი, შეაშინებენ ვიღაცა მაღაზიის გამყიდველს და ეტყვიან რომ აი რაღაცა ყველი უნდა ღირდეს ამდენი და თუ მეტი იქნება შემოგივარდები და დაგიჭერ და რაღაც 1000 რამეს მოგიგონეთ. მაგრამ სოფლიოში არსებულმა, ყველა ქვეყანაში არსებულმა რეალობამ ხო აჩვენა, რომ ეს მიდგომები, ეს ტერორი ხო ვერანაირ კეთილმყოფელ გავლენას ვინ უნდა გასცეს ბატონო გზარ კითხვაზე პასუხი რა იწევს სურსათზე და არა მხოლოდ სურსათზე მედიკამენტებზე საწვავზე ფასების გაძვირებას ეხლა თქვენ გარკვეულწილად ახსენეთ თუმცა ერთი კითხვა მაინც მინდა დავსვა მთავრობაში შექმნილი სამუშაო კომისიის გუშინდელ შეხვედრაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და სწორედ კობახიძის იმ განცხადებაზე რომელიც თქვენ უკვე ერთგვარად შეაფასეთ ირაკლი კობახიძე ფიქრობს რომ დიახ ფასების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზეზი შეიძლება იყოს თავად სუპერმარკეტების და თუნდაც უბრალოდ მაღაზიების ჭარბი რაოდენობა საქართველოსსა და შესაბამისად სხვადასხვა ქალაქში. ირაკლი კობახიძემ რამდენიმე ქვეყანასაც კი შეადარა საქართველოს და მოკლე ამონარიდი მინდა გავახსენო მაყურებლებს მისი განცხადებიდან 5 წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში 62 არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები, რაც ბუნებრივია საბოლოო ჯამში აისახება ფასზე და ტვირთა დაწვევა მოსახლეობას. მოკლედ გერმანიაში ასეთი იყო კობახიძის განცხადება. გერმანიის მთავრობამ და ავსტრიის მთავრობამ თქვენ რა გონიათ ეს მინდა ბარემ კითხვასაც დაგისვათ. აი თქვენ რა გონიათ სურსათზე მუდმივად მზარდი ფასების მიზეზი და მეორე მხრივ არ ვიცი რატომ არ შეიძლება მთავარ პრობლემას აი ამ ფასების გაზრდასთან მიმართებაში წარმოადგენდეს შეიძლება ითქვას მართლაც ყოველ ორ ნაბიჯში გახსნილი ორი ნაბიჯი ნიკორა სუპერ რაკეტის პარიტოს წარმოებასთან და გერმანიის და ავსტრიის მაგალითები რომ მოყავს როგორც ჩანს სხვა ქვეყნებში არ არის ეგრე იმიტომ რომ არ მოყავს ის მაგალითები იქ რა მთავრობამ დაადგინა რომ ქვეყანაში შეიძლება იყოს მხოლოდ 50 სუპერმარკეტი მაგალითად ვინმე აუკრძალა ვინმე ეს კიდევ ერთხელ ვამბობ არა მრავალრიცხოვნობაში არის იქ პირიქით კონკურენცია იზრდება როდესაც ბევრი მაღაზია არის ხო გვერდიგვერდ თუ არის რაღაც მაღაზიები ერთი ცდილობს რომ კიდევ უფრო იაფად გაყიდოს რომ მისი პროდუქცია იყოს სწორედ გაყიდული ეს არის რაღაცა აბსურდი რომელიც ამ ადამიანის თავში კიდევ პირდაპირ ვამბობ იმას როდესაც ქვეყანაში 5 მილიარდს იხდის ქვეყანა საჯარო მოხელეების ხელფასებში 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აუწერელი არის ის ფუფუნება რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ყველა ნახეთ ხო ეს მაგალითები როგორ ინახავენ სახში ოქროს ზოდებს და ეხლა აი ამ ვითარებაში როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე ქართული ოცნების უკვე თვით მათ მიერვე არის მხილებული ახლა ცდილობენ რომ სუპერმარკეტების რაოდენობას გადააბრალონ ის პრობლემები რომელიც აუცილებლად დადგებოდა ქვეყანაში არ შეიძლება კორუმპირებული იყოს მთავრობა და ხალხი ცხოვრობდეს კარგად და ფასებიც იყოს მისაღები. ხო ეს ინფლაცია ყველაფერი გამოწვეული არის სწორედ იმით რომ არასწორი პოლიტიკა არის ეკონომიკური და ეს არის ზღვარდაუდებელი სიხარბე ქართული ოცნების წარმომადგენლების. გვახსოვს ხო თავისუფლად სუნთქავს ბიზნესი. ვის სიტყვებია ხომ არ გახსენდება თქვენ ხომ არ არის ეს ივანიშვილის სიტყვები ხომ არ არის ეს ქართული ოცნების წარმომადგენელთა სიტყვები რას ნიშნავს თავისუფლად სუნთქავს ბიზნესი არის ის რომ ყველა ადამიანი თავის ბიზნეს და ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა თუ გადაწყვეტს ის და იმ შემთხვევაში თუ მის მიერ დაწესებული ფასები არის რაღაცა არასწორი ან გონიერების მიღმა ამ შემთხვევაში კოტრდება ასეთი მაღაზიები ეს არის ბიზნესის ლოგიკა ყველგან ყველა ქვეყანაში მხოლოდ აქ თურმე გამოიგონეს ახალი სისტემა ეხლა საქართველოში რომ სუსი უნდა შევიდეს ბიზნეს ორგანიზაციაში და ამის შედეგად მოხდება რა ფასებთან დაკავშირებულ პრობლემაზე მთავრობის და უშუალოდ ირაკლი კობახიძის პოზიცია მეტნაკლებად შევაფასეთ ახლა მთავრობის მეთაურის კიდევ ერთი განცხადება კიდევ ერთ საკითხზე რომელიც შეეხება უკვე პოლიტიკურ დებატებს ირაკლი კობახიძემ გეცოდინებათ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სადაც აცხადებს რომ ვალდებულნი არიან
არიან ხალხს დაუბრუნონ დებატებით სარგებლობის უფლება. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა ჩაეხშო განსხვავებული აზრი ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა, თუმცა ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამბობს ირაკლი კობახიძე. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ დებატების მზაობის თაობაზე კობახიძის განცხადება იყო მოულოდნელი. შესაბამისად, რითი შეიძლება ახსნათ და რა გარემოებებს შეიძლება მივაწეროთ კობახიძის ასე ვთქვათ შემოbrunება. შემდეგ ასევე თვითონ დახურეს ეს კარი და გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ თავიანთ პროპაგანდისტულ მედიებში უნდა იარონ და რაც თავარია იმ პროპაგანდისტულ მედიებში არავითარ შემთხვევაში არ გააჭაჭანონ განსხვავებული აზრი და არ დაუშვან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მისვლა. არ ვიცი, ალბათ ძალიან დიდი მიამიტობა იქნება, რომ ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც არც რეპუტაცია აღელვებდა და არც მიცემული სიტყვა, ახლა მართლა უნდათ რაღაცა სრულფასოვანი დებატების გახსნა. მაშინ, როდესაც პირბადის გულისათვის იჭერენ ადამიანებს, როდესაც ტროტუარზე დგომისათვის იჭერენ ადამიანებს და აი ახლა 2 საათის წინ მაგალითად მოსამართლემ გამოიტანა პირველი განაჩენი ტროტუარების საქმეზე რეზი დუმბაძის შესანიშნავი ახალგაზრდის მიმართ და მისცამა სიტყვიერი გაფრთხილება. აი რა უნდა ვიფიქროთ, ეხლა რას ნიშნავს ეს სიტყვიერი გაფრთხილება, რომ მეორედ აღარ დაგინახოთ ტროტუარზე. აი ეს ვითარება როცა არის მათივე კანონმდებლის მიერ შექმნილი, ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილი, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი პრაქტიკულად ან ახლა არის ციხეში, ან იყო ციხეში. ჩვენი პარტიის ორი ლიდერი, რომელთანაც ერთი უხსენებია და მეორე ნიკა მელი, ახლაც არიან ციხეში. ხო, ელენე არის ციხეში. აი ამ ვითარებაში ვის წარმოუდგენია, რომ შეიძლება სერიოზული ლაპარაკი იყოს ამ დებატებზე. თან ბატონო გზა, რა თქვენ მედიაში დებატებზე აკეთებთ აქცენტს, თუმცა აი კობახიძის განცხადება უნდა გავიგოთ, როგორც ვთქვათ, დებატების გახსნა სატელევიზიო ეთერებში, თუ უნდა გავიგოთ, როგორც დებატების გახსნა ზოგადად იმ თემებზე, რომლებსაც ვთქვათ, აქამდე არ ვსაუბრობთ. მაგალითად, გვინდა თუ არა ევროკავშირი, გვინდა თუ არა ნატო, უნდა ვიყოთ ბლოკის წევრი თუ ნეიტრალური და ასე შემდეგ. ხო, არ ამიტომ შეიძლება კობახიძის განცხადება ის სწორედ ამ ჭრილში და კონტექსტში დავინახო. იცით რა, მათი ხო კიდევ ერთი წარმომადგენელი გამოვიდა და განმარტა თუ რას ნიშნავს. ეს და თქვა, რომ ესო იქნებაო არა სხვა ცუდ ტელევიზიებში, თქვენ ტელევიზიაც იგულისხმება და ნუ ოპოზიციურად მიჩნეული ტელევიზიები. მათ იქ კი არ იქნებაო დებატები, არამედ იქნებაო სხვა ადგილას. ახლა მეორე გამოვა და იტყვის, რომ ოპოზიცია ბოლოს როგორც არის საინტერესო, ხომ არ უნდა დავინახოთ კობახიძის განცხადება, ის სწორედ იმ კონტექსტში, რომ აქ არის საუბარი თვითონ კონტექსტიც ხო არ დებატების გახსნაზე ზოგადად საჯარო სივრცეში ისეთ თემებზე, როგორც არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დებატები გაიხსნას, აი ევროკავშირი გვინდა თუ აშხაბადი მაგალითად, ხო? რომ რასაც ლობირებს ქართული ოცნება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული მეგობრობა გვინდა თუ რაღაცა მხოლოდ პაპუა-ახალ გვინეასთან, გვინდა აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რომელიც ჩვენი რეგიონის ნაწილები არიან, კარგი ურთიერთობა თუ არ გვინდა. თქვათ და ასეთი დებატების გახსნის სურვილი აქვს მას. თვით ეს დებატები ხო არ გამორიცხავს იმას, რომ სატელევიზიო სივრცეში მოხდეს. შემდეგ აბა რანაირად უნდა გაიგონ მოქალაქეებმა იმის შესახებ, ტელევიზიები, სხვა საინფორმაციო საშუალებები ხო ამისათვის არის შექმნილი. მაგრამ როგორც ჩანს, ესეც არის მორიგი რაღაც ძალიან იაფასიანი ტრუკი, პრიმიტიული რაღაც დამოკიდებულება ქართულ ხალხთან, მის სწრაფებებთან და სულაც არ გამოურიცხავ, რომ საბოლოო ჯამში მივიდეს იქამდე, რომ აი ეს უქარქაშო ხმლები მაგალითად ხალხის ძალის სახით და მეორე მხარეს მთავრობა დაждდება და რაღაცაზე იდებატებენ. ნებისმიერ შემთხვევაში თუ დავინახავ და თუ შეძლებენ ჩამოყალიბებას აი ამ წინადადების, რაც ვერც თქვენ გაიგეთ ბოლომდე, ვერც ჩვენ გავიგეთ და ვერც ჩვენმა მაყურებელმა გაიგო, ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი ამაზე. ერთი რამ არის ცხადი, რომ ის რაც ყველასათვის ნათელია უკვე, რომ ეს ამორფული დისფუნქციური და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მთავრობა რას აკეთებს არის ცნობილი ქართული ხალხისათვის, ამაზე საუბარი ნებისმიერ ფორმატში ცხადია, არავითარ სირთულეს ჩვენთვის არ წარმოადგენს. ბატონო გზა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც მინდა გადავხედოთ და ახლა მოდით ცოტა დრო დავუთმოთ იმ პროცესს, რაც ცალკეულ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს და რასაც თავად ეს პარტიები პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას არქმევთ, როგორც ცნობილი ხდება, ამჯერად ამას 7 პარტია ცდილობს
მინუს გიორგი გახარიას ძალისა, ლელოსა და თუ არ ვცდები ნაციონალური მოძრაობისა. აი როგორ ფიქრობთ და გულწრფელად რომ გითხრათ, რა ასე ვთქვათ შეიძლება გამოვიდეს ამ ამბიდან და ამ პროცესიდან. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება. პირადად თქვენ თუ გჯერათ თავი რომ დავანებოთ ვთქვათ საზოგადოების განწყობას, რომ იმ პარტიების მხრიდან, რომლებმაც აქამდეც ბევრჯერ სცადეს ეს თუმცა უშედეგოდ, აი ახლა მივიღებთ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ალტერნატივას. რემარკა არა კონკრეტულად მაგსახტი, არამედ იმაზე ზოგადად რა ხდება საქართველოსთან მიმართებით. 2024 წლის არჩევნები არ არის აღიარებული არც ერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან. ამიტომ ეს არის რეალურად უკანონო ერთპარტიული ჩრდილოკორეული მოდელის პარლამენტი. ამერიკის შეერთებული დაიწყეს უკვე ხო ტრამპის გინება, ხედავთ მათი პროპაგანდისტები, რომ ტრამპი დაემორჩილა deep state-ის rebranding-ში იღებს მონაწილეობას. სულ ერთი წლის წინ ამბობდნენ, რომ ტრამპი პირიქით დაამარცხებს deep state-ს და მე გადმოვა ჩვენკენ ქართული ოცნებისგან. ევროპა არის მტერი. ამერიკის შეერთებული შტატები არის მტერი. ახლა აზერბაიჯანი და სომხეთის თურმე არიან მტრები, იმიტომ რომ ზანგეზურის დერეფანს ავითარებენ. ქვეყანა აღარ დარჩა სამყაროში, რომელთანაც ამას აქვს კარგი ურთიერთობა. უბრალოდ ეს თავისუფალი სამყაროც უყურებს ამ ვითარებას, არ აღიარებს იმ ძალადობის შედეგებს, რაც გასული წლის არჩევნებში გამოიხატა 2024 წლის არჩევნებში, მაგრამ ასევე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პასუხისგებლობიანმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეცვალონ ეს ანომალიური ხელისუფლება. აი სწორედ აქ არის ოპოზიციის ფორმულება სამოქალაქო საზოგადოების წიაღიდან უნდა მოხდეს. ასე ფიქრობს რიგი პოლიტიკოსი, რომელიც ოპოზიციის არ წარმოადგენს და 7-იანში დღეს მდგომარეობით არ ირიცხება. არა, ნახეთ, ეხლა არის ალტერნატივის ძიება. არ ვიცი, ძველებმა როგორ უნდა შექმნან ახალი პოლიტიკური ძალა. ეს იქნება თუ არა მაინც ძველი. არა, იცით რა არის, საერთოდ პოლიტიკაში სასურველის და კომფორტულის გასაღება რეალობად, ხო? მე მიმაჩნია, რომ არის ძალიან ცუდი თანამგზავრი ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის. თუ ვინმე სურს რომ შექმნას ახალი პოლიტიკური პარტია, ან უკვე შექმნილში შევიდეს, შეიტანოს იქ რაღაცა ახალი იდეები, ინოვაციები, არ ვიცი, ნებისმიერი რამ, ეს არის შესანიშნავი და იკვებება ამით, ხო, ჩვენი პოლიტიკური პარტიების და თვითონ პოლიტიკური სისტემაც. ის რაც რუსთაველზე ხდება, არის მართლა ჰეროიკული ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის და ცხადია, რომ იქაც შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც უნდა რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და ისე მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამას სჭირდება ძალიან მძიმე შრომის დაწყება, დარწმუნება ჯერ საკუთარ პარტიაში, ან თუ ახალ პარტიას დააფუძნებს, ნუ ეს უკვე მათი პოზიცია პირდაპირ გამოიხატება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ამა თუ იმ ადამიანის, ამა თუ იმ საზოგადო მოღვაწის წარმატება ან წარუმატებლობა, ხო? ეხლა ლაპარაკი იმაზე, რომ იცით რა ვიღაცა რახან პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მოუგეს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ მოდი მოვიყვანოთ ვინმე სხვა პროფესიის ადამიანები და შემდეგ ეს არის მიამიტობა. ეს არასდროს არ გამოსულა არსად სამყაროში და არც აქ არ გამოვა. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის რომ ახლა შევქმნათ პოლიტიკური ალტერნატივა. დავანახოთ ყველას, პირველ რიგში ქართველ ამომრჩეველს ცხადია და შემდეგ უკვე ყველას ვინც ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რომ ჩვენ შესაძლოა გვაქვს განსხვავებები. ჩვენ არ ვართ უნიფიკაციის მომხრე. არ ვამბობთ რომ ყველა ერთი ენით უნდა ლაპარაკობდეს და ყველას ერთი მოსაზრება უნდა ქონდეს. მაგრამ მიუხედავად ამ განსხვავებებს არსებობს კიდევ უფრო მაღალი ეროვნული ამოცანები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ივანიშვილის ქართული ოცნება ამ ქვეყანისათვის პერსპექტივას აღარ ტოვებს. აი ამ საკითხზე თუ მოხდება შეჯერება და ძალიან აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს ახლა პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს იქნება ხაზგასმით მინდა ვთქვა დოკუმენტირებული ასევე, სადაც იქნება საუბარი იმაზე, რაზე ვთანხმდებით, რომ ყველა შეეძლოს ამის საკითხვა, თუ ამას შემოუერთდება ბევრი პოლიტიკური პარტია კიდევ გარდა იმ 8 პარტიისა, რომელზეც თქვენ ბრძანებთ, ეს იქნება შესანიშნავი. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ აი ამ საკითხებზე კოორდინაცია ჩვენ მოვახდინოთ, სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე კოორდინაცია მოვახდინოთ და ეხლა თუ ვიღაცა თulis რომელიმე პარტიიდან რომ
ისა ეკონომიკაში უფრო მემარჯვენე უნდა იყოს, ან თუ ვიღაცა არის უფრო მეტად კონსერვატორი, ან უფრო მეტად ლიბერალი, არ ვიცი, ეხლა ამ ეს არ არის ის პრობლემა, რომელმაც ჩვენ შეიძლება ერთმანეთთან მისასვლელი გზები დაგვიხშოს. აი ეს არის და ეს. და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ფორმირდება იმისთვის, რომ საბოლოოდ მიიღოთ ახალ არჩევნებში მონაწილეობა. ხო, აი ახალი არჩევნების კონტექსტშიც დავსვათ ერთი კითხვა არჩევნებზე როგორც უალტერნატივო გამოსავალზე იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, აი რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა და ზოგადად ოპოზიცია მოკლედ ახალი არჩევნების დანიშვნას ტოვებს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად. რა შანსი დარჩა იმის, მოკლედ ეს მინდა გკითხოთ, რა შანსი დარჩა იმის, რომ ქართულმა ოცნებამ ახალი არჩევნები დანიშნოს და მეორე მხრივ ალბათ საინტერესოა აი თავად ოპოზიციის შეფასება როგორია, ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს იმის თაობაზე რა სიზამს ოპოზიცია. ითარ რა შანსი აქვს ქართულ ოცნებას რომ არ დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. მათ ჰქონდათ იმედი, უკვე წელიწად ნახევარია გასული, რომ იცით რა გადაივლისეს ნებათა ღელვა, ყველას დაავიწყდება საქართველოს საზღვარგარეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აღარ იქნებიან ისეთი მკაცრები, ქართულ ხალხს აღარ მოუნდება პროტესტის გამოთქმა. რამე შესრულდა აქედან. პროტესტი კვლავ მიმდინარეობს, ქვეყანაში კვლავ კრიზისია, აგერ კრიზისი იქამდე მივიდა, რომ სუსი შეყავთ სუპერმარკეტებში და რავი, შეიძლება სამხედრო შენაერთებსაც მოუხმონ, რომ შევიდნენ მუსიკალურ სასწავლებლებში, სადაც რამე არ მოეწონებათ, ან კიდე სხვა სუპერმარკეტებში, ამაზე მეტი კრიზისი რა უნდა იყოს. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარდა ერთი პოზიციისა, რომ დააბრუნეთ ქვეყანაში დემოკრატია, რაც ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა რამდენიმე თვის წინ, ხო, არ არსებობს არანაირი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან. ევროპის ქვეყნებთან არ არსებობს არანაირი ურთიერთობა. რეგიონალურ ქვეყნებთან არის სრული იზოლაცია, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთან. თუ არა არჩევნები, მათ როგორ შეიძლება რომ საბოლოოდ შეინარჩუნონ ქვეყანა. ასე სუსი შემოვა ყველგან, აქაც შემოვა სუსი და სუსი იქნება ყველაფრის განსაზღვრელი და ამ ტიპის დიქტატურას დაამყარებენ. ხო, ნახეთ ირანში მაგალითად აი ამ დიქტატურას რა მოსდევს. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ამბოხება და მეორე საკუთარი ხალხისათვის ტყვის სროლა. აქამდე გვინდა ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ, ქვეყანა რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იყო დემოკრატიის შუქურად აღიარებული. ბატონო გზა, რაც შეხება ჩემი კითხვის მეორე ნაწილს, დავუშვათ გაზაფხულზე პარლამენტის რიგარეში არჩევნები დაინიშნა. აი თქვენი შეფასებით როგორ ფორმაშია ქართული ოცნება და ამავე დროს როგორ ფორმაშია ოპოზიცია, ანუ როგორია, არ ვიცი, წინა საარჩევნო სასტარტო მდგომარეობა, ყველა არსებული რესურსის გათვალისწინებით. ქართული ოცნება არის ჩემი აზრით, ქართული ოცნების მიმართ ნდობა არის კიდევ უფრო დაკლებული, განსაკუთრებით იმ ცნობილი ამბების შემდეგ, რაც ყველამ ვნახეთ, რომ თურმე ოქროს ზოდებს ინახავენ სახლში, როდესაც პენსიონერისათვის 20 ლარიც არ ემეტებათ. ხო, და იმ საერთო იზოლაციის ფონზე, რომელიც მათ მთელი დემოკრატიული სამყაროსაგან აქვს, ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს, სწორედ აქ არის აი ხომ მთავარი, რომ ჩვენ აი ეს პოლიტიკური ალტერნატივა გქონდეს, მაგრამ ხაზგასმით მინდა თქვა, აქ გაისმა რაღაც ლაპარაკი საერთო სიებზე, ეს არის ძალიან ნაადრევი, ჩვენ გვაქვს არჩევნები მოსაპოვებელი უპირველეს ყოვლისა. ეს არ იქნება იოლი ბრძოლა და ეს მოითხოვს თავგანწირვასაც, რა ვიცი მე, სისტემურობასაც, ერთმანეთთან კოორდინაციასაც და ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე შეჯერებასაც. და შემდეგ უკვე ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ის პოლიტიკური ძალა აირჩიოს, რომელიც მასთვის არის უფრო ახლობელი და ასე მივიყვანოთ ქვეყანა დემოკრატიულ კვანძის გახსნამდე. არსებობს ხო ეს გორდიასის კვანძი. ვიღაცა מחვილით გაჭრის და ვიღაცა ეცდება რომ გახსნას ეს კვანძი. ჩვენ არ გვსურს ეხლა რომ აი ამ პოლიტიკურ დისკურსში შემოვიდეს מחვილები, თოფები, ქვები, მუშტები და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა უბრალოდ შეიქმნას ისეთი დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც ქართული ხალხის ნებას ადეკვატურად ასახავს. როგორი იქნება პოლიტიკური პარტიების კონფიგურაციები, ამაზე ახლა საუბარი უბრალოდ არის ძალიან ნაადრევი. ვიღაცები დაჯგუფდებიან, ვიღაცები ბლოკ შექმნიან, არ ვიცი მე, ვიღაცა შეიძლება ცალკე მოუნდეს გამოსვლა ამ ვითარებაში.
თავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიები ერთი სიით არ გადიან რომელიმე არჩევნებზე. თავარი პრობლემა ის არის, რომ დემოკრატიული არჩევნები არ არის საქართველოში. თუ დემოკრატიული იქნება ეს არჩევნები, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ მრავალფეროვანი იყოს პოლიტიკური პალიტრა, ხო? შოთა რუსთაველი ამბობს, ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა. უთვალავი ფერით არის საქართველოს და ქართველი ხალხის პოლიტიკური გემოვნებაც. ამიტომ აი ამ მიხლა გაშავთეთრება ამ სურათის მე მგონია რომ არავისათვის არც მიზანშეწონი და არც სწორი არ არის. ერთ თურ კითხვაზე მინდა კიდე მოვასწრო პასუხის უბრალოდ კითხვის დასმა, რომელიც საგარეო ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, მათ შორის აი პოლიტიკოსების შეფასების საგანია, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიმდინარე ეკონომიკური ფორუმი, დავოსის ფორუმს გულისხმობდა, ამ ფორუმზე ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც არ გამორიცხა, რომ აი სატრანზიტო ტვირთები, რომელიც ახლა საქართველოს გადის სომხეთის მარშრუტზე, გადამისამართეს. ამ კონტექსტში კი პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ შეფასებებს, რომ ოცნების იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ სამწუხარო შედეგები გამოიყენა. თქვენთვის რა საჩვენებს ალიევის განცხადება და რამდენად რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს მართლაც დაკარგოს რეგიონში მისი პოზიცია? პირველ რიგში დავოსის ეკონომიკური ფორუმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფორუმი, ეს არის პოლიტიკური ფორუმი და იქ რომ საქართველოს არ არის, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ პოლიტიკურ კეთროვნად გადააქციეს ჩვენი ქვეყანა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. და მეორე, რა თქმა უნდა, უმძიმესია ცნობა იმის შესახებ, რომ აი ამ გეოპოლიტიკური სამკუთხედიდან ჩვენ რეგიონში, რომელშიც შედიან საქართველოს, აზერბაიჯანი და სომხეთი, საქართველოს აი აქედანაც უკვე იზოლირებული არის. და რატოა იზოლირებული? გახსოვთ ხო ამ ზაფხულს იყო მთელი ლაპარაკები, რომ რაღაცა უდიდესი ფასი დაუწესეს ამ არაბ და კარწახის იმაზე გატარება აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორებს. მე მინდა გავიხსენოთ ყველამ, რა ვითარება იყო საქართველოში, როდესაც გაზი გამოგვირთო რუსებმა და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაშინ ელვისებურად გამოეხმაურა საქართველოს იყო აზერბაიჯანი და ყოველთვის ეს ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი მეგობრობა ისტორიულად, თანამედროვე პოლიტიკურ კონტექსტში ყოველთვის იყო სამაგალითო, ისევე როგორც სომხეთთან ურთიერთობა საქართველოში. აი რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას ისეთი, რომ აზერბაიჯანისათვის უფრო ხელსაყრელი არის სომხებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით აი ამ სისხლისმღვრელი ომების შემდეგ, ის უფრო სასურველი პარტნიორი არის, ვიდრე საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ თუ ერთ სიმბოლოს დასახელებას მოგთხოვს ვინმე, თუ რატო არის ქვეყანა ახლა იზოლირებული, აი ეს მაგალითი, რომ რაზეც თქვენ მკითხეთ აზერბაიჯანის ეს განცხადება და საქართველოს გარიყვა და აი პირდაპირ რუსეთთან მიგდება მაშინ, როდესაც ყველა იცით იწყებს ხო ახლა თურქეთი არსებობს იქ, ეს ზანგეზურის კორიდორი სწორედ აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის მონაწილეობით არის, თურქეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობები, ახლო ურთიერთობები ყველამ კარგად ვიცით და თუ ვისურვებთ ჩვენ ყველანი იმას, რომ ირანში დემოკრატიული ტრანზიცია მოხდეს და ირანში დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ, წარმოიდგინეთ მთელი ჩვენი მიკრორეგიონის და უფრო ფართო რეგიონის ხო ურთიერთობიდანაც გამორიცხული იქნება საქართველოს. აი აქ მიგვიყვანა ქართულმა ოცნებმა, ეს უნდა დაინახოს თვით ქართული ოცნების ამომრჩეველ მართლა, რომ აი ვინც ხალხი არის, რატომ ისეს ქართულ ოცნებას ხმა? იმიტომ რომ რაღაცა მათ ოქროზოდები და საწყობები რაც სახლში ისეს, იმიტომ რომ უკეთესი ქვეყანა ყოფილიყო, იმიტომ ხო არ მისცეს რომ 20 მილიონი თავისთვის წაიღო და 20 ლარი ხალხისთვის მიეცათ. იმისთვის ხო არ მისცეს რომ საქართველოს გეოპოლიტიკურად გამხდარიყო კეთროვანი საერთოდ არავის მასთან ურთიერთობები არ უნდა ქონდა. ამიტომ ყველა ვინც მათ მისცა ხმა, ყველა ვინც იცის საქართველოს ისტორია, საქართველოს ცდილობები, რომ ქრისტიანულ დემოკრატიულ დასავლეთთან ქონდა ურთიერთობა, ახლა უნდა გადააფასოს ეს, კარგად დაფიქრდეს იმაზე, რომ მათ შვილებს უკლავენ მომავალს, იმით რომ ქართული ოცნება თუ კი კიდევ დარჩება და შეინარჩუნებს ქართულ ხალხის ძარცვის ფორმატებს მიღმა საქართველოს დარჩენა ახსენეთ და ამ კონტექსტში მოდი ბოლო კითხვა დავსვათ მშვიდობის საბჭოზე, სადაც აღმოჩნდა რომ საქართველოს ადგილი ვერ დაინახა დონალდ ტრამპმა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, მაშინ როდესაც ამ საბჭოში ამერიკა მიიწვია, არა მხოლოდ თქვა ძლიერი და დასავლური სახელმწიფოები, არამედ მაგალითად ინდონეზია, საუდის არაბეთი, პაკისტანი
ირანი, იორდანია, კატარი და ასე შემდეგ. ქართულ ოცნებას მშვიდობის თაობაზე პროპაგანდა ცხუხულასავით ჩამოეშალა, ასეთია მაგალითად ლელოში გაკეთებული შეფასება. ამ შეფასებას თქვენც თუ დაეთანხმებოდით და რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მშვიდობის შესახებ ოცნების მესიჯი ქვეყნის შიგნით თუ არა, ქვეყნის გარეთ ნამდვილად არ მუშაობს. ხო ხედავთ რომ არ მუშაობს, ეს ხო ცხადი არის, ხო? აი ხა ისეთი განცდა მაქვს, რომ სამთო კურორტების საბჭო შეიქმნას სოფლიოში, საქართველოს იქაც არ დაუძახებენ. იმდენად დიდი ანომალია არის ეს ანტიდემოკრატიულობა ამ რეჟიმის განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა შეცდომებით, წაბორძიკებებით მაინც მიდიოდა ევროპული ინტეგრაციისაკენ. ჩვენი ადგილი რუკაზე გამოჩნდა საქართველოს ამ შემთხვევაში არ მინდა გავყო არც ქართული ოცნების თუ შევარდნაძის თუ ზვიად გამსახურდიას თუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობა, ხო? მაინც რაღაცნაირად მივდიოდით ევროპის მიმართულებით. პირველი შემთხვევა არის. ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით, რომ საქართველოს 100 არის იზოლირებული მთელი სამყაროსაგან. გუშინ მეგობართან საუბრისას ვიხსენებდი იოანე საბანიძეს აბუთბილელის წამებიდან ერთ მონაკვეთს. ყურესა ამას ქვეყნისა ვართო, ისე ვართ გაუბედურებული და იზოლირებულიო. აი მას შემდეგ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში მომენტი, რომ ასე ერთბაშად მთელ სამყაროსთან ყოფილიყავით და არ უნდა გადავაყოლოთ ქართული ოცნების სიხარბეს, მათ ოქროს ზოდებს, მათ მოპარულ მილიონებს და მილიარდებს. არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების ბედი, ეს არის და ეს. ნუგზარი მისთვის რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, ნუგზარ ციკლაურს დავამშვიდობებით, ახლა რეკლამის შემდეგ სხვა სტუმრები შემოგვერთდებიან, ასე რომ დაგვაოდით. AS16 006 გადადგინა ბიჯი ძალადობის წინააღმდეგ. თუ ფიქრობ, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ, დარეკე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საკონსულტაციო ცხელხაზზე AS16 006. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ანონიმურობის სრული დაცვით დაგეხმარებით და 9 ენაზე გაგიწევთ მომსახურებას. გახსოვდეს, რომ სახელმწიფო გიცავს ძალად. დავუთვალთ ეთერს, გამარჯობა ბატონ შალვა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობათ. ბატონშალვა, ბევრი საკითხია ყურადღების ცენტრში, თუმცა ერთ-ერთი უნდა, ასე ვთქვათ, ავირჩიოთ და ერთ-ერთით უნდა დავიწყოთ, ამიტომ მოდით პირველ რიგში ეს იყოს სურსათის ფასებთან დაკავშირებული თემა. გუშინ მთავრობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უკვე დღეს კი სუსმა მის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტები გამოითხოვა, როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება სწორედ დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებით გამოთხოვა. რა პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს და არ ვიცი, მიგვიყვანს თუ არა ეს პროცესი თქვენი შეფასებით ფასების შემცირებამდე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუდიაში მოწვევისთვის და როგორც უკვე აღნიშნეთ თქვენ სასურსათო პროდუქტებზე ასეთი მაღალი ფასები ჩვენს ქვეყანაში ძალიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტუალურ და სერიოზულ პრობლემად იქცა. ბუნებრივია ისმის კითხვა რა არის ამის მიზეზი და ისმის ასევე კითხვა რატომ გახდა და დადგა დღის წესრიგში რომ სასურსათო მოხმარების პროდუქტებზე, თან პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სახელმწიფოს მოუხდა ასეთი ფორმით ჩარევა. ფასების რეგულირება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ხო ასეთი ფორმებით არ ხდება. იქ არეგულირებს ბაზარი, მოთხოვნა მიწოდების კანონის შესაბამისად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საჭიროებისავე ერევა ეკონომიკური თუ ადმინისტრაციული მეთოდებით და ბერკეტებით, მაგრამ არა ცეცხლით და מחვილით და არა ძალოვანი უწყებებით და არა დაჭერებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დასტურია და მანიშნებელია იმისა, რომ აქ არის ძალიან დიდი კორუფცია და ადგილი გვაქვს ძალიან დიდი კორუფციასთან სახელმწიფო ჩინოვნიკებთან მიმართებაში. და ეს არის დასტური იმისა, რომ ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური მაფია. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ როდესაც პირველადი მოხმარების დანიშნულების პროდუქტებზე ასეთი რთული მდგომარეობა, ასეთი მონოპოლისტური ფასებია, ასეთი მაღალი კორუფცია, რა მდგომარეობა არის საწოლთან მიმართებაში, იმიტომ რომ
ასევე საწვავის ფასები არის კატასტროფულად გაზრდილი და კაცმა არ იცის იქ რა ხდება. რა მდგომარეობა არის ენერგომატარებლების კუთხით, ელექტროენერგიაზე, გაზზე და ასე შემდეგ და რა მდგომარეობა არის ასევე საბანკო სექტორში, სადაც საპროცენტო განაკვეთები მე მგონი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის, ჩვენთან რო არის ასეთი მაღალი. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება აქამდე თავს იწონებდა, რომ თურმე საქართველოში არსებობს კონკურენცია, თურმე საქართველოში არ არსებობს ინფლაცია, ასე ვთქვათ, ეროვნული ვალუტა ლარი გამყარებულია, არის თავისუფალი ბაზარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაფერი პირიქით ყოფილა, ხო? და მე უფრო მეტსაც გეტყვით. ეს ხელისუფლება იყო სწორედ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის წვეთ-წვეთად შეგროვებული საპენსიო ფონდის დანაზოგები, რომელსაც თითოეული ჩვენი ვიხდიდით წლების განმავლობაში, გახსოვთ ალბათ დაგროვებითი პენსიის პრინციპი რო იყო, მოკიდეს ესე მილიარდობით ფულს და სხვადასხვა სექტორში ჩადის. და ერთ-ერთი სექტორი თუ შეიძლება დავასრულოთ, ერთ-ერთი სექტორი სხვათა შორის იყო სასურსათო პროდუქტის ქსელი და სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც რეალურად ხალხის მიერ მიღებული ფულით გამდიდრდა და ისევ მოსახლეობას ყოლეფავდა აი ესეთი მაღალი ფასებით და ასეთი ფასწარმოქმნის პოლიტიკით, ასე ვთქვათ, რაც ქვეყანას გააჩნდა. აი ეს არის რეალური სიმართლე, რაც დღეს ჩვენ სუსის მიერ წარმოებული აი ამ საგამოძიებო პროცესის ფარგლებში უნდა ველოდებოდეთ თქვენი აზრით ბიზნესის ამ თუ იმ წარმომადგენლის მხილებას გარკვეული გადაცდომის ჩადენის თვალსაზრისით თუ არა ბიზნესის, არამედ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მისამართით უნდა გქონდეს ასეთი მოლოდინი, იმიტომ რომ თქვენ სწორედ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ახსენეთ, თუ სწორად გავიგე აი ამ გაზრდილი ფასების უკან. ანუ ფიქრობთ, რომ მათი ზურგი აქვთ აი ამ კომპანიებს, ვინც შესაბამისად ოპერირებს შესაბამის ბაზარს. მე სიმართლე გითხრათ და პირდაპირ გულწრფელად შემიძლია თქვა, რომ ყოველთვის მივესალმები და მხარს უჭერ კორუფციის და უჭერდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, როდესაც ამას მართლა გულწრფელად ხელისუფლება და მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ანხორციელებს. მაგრამ აი ამ კონკრეტულ მოცემულობაში, აი ამ კონკრეტულ რეალობაში, რაც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს და მათ შორის სასურსათო პროდუქტებზე, ხო, არ მჯერა მე რომ ეს მართლა გულწრფელი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ. ეს მგონია ძალაუფლების და გავლენების გადანაწილება კლანებს შორის. იმიტომ რომ ის ძალაუფლების მატარებელი კლანები, რომლებიც დღეს ახლა ხელისუფლებაში აღარ არიან, მაგრამ ამ ხელისუფლების ნაწილი იყვნენ და დღეს ციხეში არიან, ხო? ისინი ძალიან დიდ გავლენებს ფლობდნენ, ძალიან დიდ ბიზნესებს ფლობდნენ, ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ასეთ მონოპოლისტურ გარიგებებში მონაწილეობდნენ. ამიტომ ახლა აი ამ ბიზნესს პატრონი უნდა შეეცვალოს, გამიგეთ? იმიტომ რომ ისინი ციხეში არიან, მათ ჭირდებათ ახალი მფარველები. აი რეალურად აი ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე, თორე ჩვენ საქმე რეალურად რო გქონდეს ნამდვილ კონკურენციასთან, საქმე გქონდეს ნამდვილ კორუფციასთან ბრძოლასთან, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ფასების შემცირებასთან, ეს მართლა მისასალმებელი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ფასებს ეს კითხვაც დავსვათ და შეამცირებს თუ არა სურსათზე მაღალ ფასებს, თუ კი მაგალითად ბიზნესი დაუჯერებს მთავრობას, ადგება და დახურავს მაღაზიების ნაწილს. ეს კითხვაც მინდა დავსვათ რა კონტექსტშიც თავის მხრივ უკვე შევაფასებთ ირაკლი კობახიძის შესაბამის პოზიციას, იცით რომ პრემიერი საქართველოს სურსათის მაღაზიების სიჭარბეზე საუბრობს, ამბობს რომ იმაზე მეტი მარკეტი გვაქვს ვიდრე ამას ქვეყანა საჭიროებს და ფიქრობს რომ ეს ფასებზე უარყოფით გავლენას ახდენს. რამდენად განაპირობებს თქვენი აზრით სურსათის ფასს მაღაზიების რაოდენობა და მათი შემცირება რამდენად უშველის შესაბამისად იმ პრობლემას, რომლის გადაჭრაშიც მთავრობა ჩაერთო? ძალიან კარგი კითხვა დასვით. რა შეამცირებს ფასებს? პირველ რიგში ფასების შემცირებაზე, ისევე როგორც ფასწარმოქმნის პოლიტიკაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს გახლავთ ჯანსაღი და სუფთა კონკურენცია. ჯანსაღი და სუფთა კონკურენცია ნიშნავს, რომ ბაზარზე რაც შეიძლება მეტი მწარმოებელი, ადგილობრივი მწარმოებელი პროდუქციის და რაც შეიძლება მეტი, რა თქმა უნდა, იმპორტიორი. და რაც შეიძლება მეტი
გასაღების ქსელი, რომ ერთმანეთში იყოს კონკურენცია. კონკურენცია როდესაც არ არის, აი მაშინ ხდება გარიგებებიც, შეთანხმებებიც, მაღალი ფასების დაწესება, მონოპოლისტური ფასების დაწესება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფასებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ფასწარმოქმნის პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ვალუტის სიმყარეს, დიდი მნიშვნელობა აქვს ინფლაციის თემას, დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც იმპორტულ პროდუქციაზეა საუბარი საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გაიაფებას თუ გაძვირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მნიშვნელობა აქვს ფისკალურ პოლიტიკას, ხელისუფლება როგორ ფისკალურ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, აწარმოებს და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ასევე რაც განსაკუთრებით, როდესაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზეა საუბარი, ეს არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, როგორც ინტერვიუს დასაწყისში შევახსენეთ ჩვენს მაყურებლებს, თუმცა მეორე მხრივ პარლამენტიც გეგმავს სპეციალური კომისიის შექმნას და ერთი კითხვა ამ თემაზე მინდა დავსვა, მით უმეტეს რომ თქვენს პარტიაში უკვე ითქვა, რომ თქვენი პოლიტიკური ძალის წევრი დეპუტატები აი ამ სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან. რატომ შედიხართ ამ პროცესში, ესეც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება გახარიას პარტიის წარმომადგენლების, რის გამოც თქვენი პოლიტიკური ძალა სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკის ობიექტია. რატომ შევდივართ ამ კომისიაში, შემსწავლელ კომისიაში? აი, რას ელოდებით, რატომ შედიხართ, ვისი ჩვენება გინდათ თქვენივე ამ მომრჩევლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის? თუნდაც ქართული ოცნება. როდესაც დაანონსდა ეს და ითქვა, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნება კომისია, ხომ ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ მზაობა ამ კომისიაში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით და ამ კომისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. და ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას მივიღებთ აუცილებლად მონაწილეობას, იმიტომ რომ აქ მარტო ჩვენ ამ მომრჩეველზე არ არის საუბარი, აქ არის საქართველოს მოსახლეობაზე საუბარი, რომ აქტიურად ვიყოთ ამ პროცესებში ჩართული და რეალურად გამოვავლინოთ და რეალურად ვთქვათ სიმართლე ხელისუფლებისგან განსხვავებით. აი უკვე იცით ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომელთა დაბარებასაც აი საპარლამენტო კომისიის ასე ვთქვათ სხდომებზე მოითხოვთ და არ ვიცი პირველ რიგში ვის დაბარებას აპირებთ და ეხლა მოდით ამ საკითხზე წინასწარ ვისაუბრებთ. ჯერ შეიქმნას ეს კომისია. შევიდით ამ გითხარით იქნება ეს ბიზნესი თუ უბრალოდ არ არის ეს სწორი, ეს იქნება რა თქმა უნდა კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, იქნებიან საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც და ყველა ის შესაბამისი სფეროს თუ პოზიციის წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ კავშირში იქნებიან აი ამ კონკრეტულ საკითხებზე. ბატონშალვა ამოვწუროთ ფასებთან დაკავშირებული საკითხი და მოდით ახლა თვალი გადავალოთ სხვა აქტუალურ თემებსაც, მათ შორის ყურადღებას იქცევს ირაკლი ყობახიძის დღევანდელი განცხადება, რომელშიც პრემიერი დებატების დაბრუნების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს. აი რა სიტყვით, მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე მზადა პერსონალურად ირაკლი ყობახიძესთან დაჯდეს დებატებში, ისე როგორც ლელოშიც გაკეთდა უკვე განცხადება, რომ მზად არიან ბეჭებზე დასცენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. თქვენ თუ ხართ მზად მიიღოთ ყობახიძის და ზოგადად ხელისუფლების გამოწვევა? ჩვენ დებატებთან დაკავშირებით ეხლა კი არა საპარლამენტო, როდესაც 2024 წელს, როდესაც იყო საპარლამენტო არჩევნები, 2025 წელში, როდესაც იყო თვითმმართველობის არჩევნები, მაშინაც კი მოუწოდებდით ხელისუფლებას, რომ თუნდაც საარჩევნო კამპანიის ნაწილში გავმართოთ დებატები. ტელევიზიით გავმართოთ დებატები მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს შორის, პარლამენტის სიითი შემადგენლობის დეპუტატებს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ არც ერთ, არც მეორე და არც მესამე შემთხვევაში ხელისუფლებამ სურვილი არ გამოთქვა. არ გამოთქვა სურვილი არათუ ოპოზიციურ არხებზე მონაწილეობისა, თუნდაც სამთავრობო და სახელმწიფო ტელევიზიებშიც რომ მივსულიყავით და იქ გაგვემართა დებატები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ ეს არის რეალობა. ეს ესე არ უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და არათუ შეცდომა, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას მაშინ თავი შეიკავა, ვითომ შეიკავა, მაგრამ რეალურად შეეშინდა ოპოზიციის. როგორი იქნებოდა გიორგი გახარიას და ირაკლი ყობახიძის დებატები, გახარიას რომ საქართველოში ყოფნა შეეძლოს.
ხო, სხვათა შორის გიორგი გახარია რახან ახსენეთ, დღეს იყო მის სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესი და ან რას ედავებიან, სასამართლო რას იხილავს, იქ რო ყოფილიყავით თქვენ თვითონ აი ვერც გაიგებთ იმდენად გაუგებარი არაფრის მომცემი გაიმართა 20 ივნისის საქმეზე იმდენად არაფრის მომცემი თითიდან გამოწოვილი ყალბი ბრალეულობებზე და ბრალდებულებებზე და დაყრდნობით მიმდინარეობს გამოძიება 20 ივნისთან დაკავშირებით და ჩორჩანასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ამ დებატებზე გამახსენდა ეხლა სხვათა შორის დღეს ბატონ გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ რომელიც ჩვენი გუნდის თეთი ლიდერია და წევრია შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს რომ გიორგი გახარიას მიეცეს შესაძლებლობა სასამართლო პროცესს ჩაერთოს დისტანციურად ამასთან დაკავშირებით პროკურატურა კატეგორიულ უარზე წავიდა და სასამართლომ კიდე რა თქმა უნდა პროკურატურის ნების წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ეს შუამდგომლობა ადვოკატს არ დაუკმაყოფილა. ანუ უყურეთ დისტანციურად რო ჩაერთოს სასამართლო პროცესზე და მიწეს ჩვენება, თქვას თავისი სიტყვა, თავისი სათქმელი, მაგის შესაძლებლობასაც კი არ აძლევენ. და იძიებენ ისეთ რაღაცას რომ ვითომ ადამიანზე და ადამიანებზე მოახდინა გიორგი გახარიამ რაღაც სხეულის დაზიანება, სადაც ეს ადამიანები არ არსებობს ფიზიკურად არც ერთი, არც ორი და არც 10 ადამიანი, ვინც სასამართლოში ჩვენებას ცდილობდეს, რომ ეს დაზიანებები მეუშუალოდ პირადად გიორგი გახარია, რადგან ვახსენეთ, მოდით იგივე მინდა თქვა თვითონ ჩორჩანას საქმეზე. ჩორჩანას საქმეს იძიებენ, სადაც აი პირდაპირ მე ვიყავი იქ წასული ადვოკატთან ერთად, სოფელში შემოვიარეთ მოსახლეობასაც შევხვდით და ნახეთ ის გაზიფიცირებული სოფელი, მოასფალტებული გზები, რომელიც მაშინ თავის დროზე გაკეთდა, როდესაც ეს საგუშაგო იდგმეოდა და ჩინოვნიკები, ეხლანდელი ჩინოვნიკები რო ამბობენ, რომ თურმე არ ვიცოდითო საგუშაგო როგორ იდგმეოდაო, ამხელა გზები კეთდებოდა, ინფრასტრუქტურა წესრიგდებოდნენ და არ იცოდნა თურმე სპეცსამსახურებმა რომ იქ საგუშაგო კეთდებოდა და ხალხს როდესაც ვესაუბრებით, დღესაც მადლიერებას გამოხატავენ, რომ აი ეს რო არ მომხდარიყო, საგუშაგო რო არ ჩამდგარიყო, ეს ინფრასტრუქტურა რო არ მოწესრიგებულიყო, დღეს აი ამ სოფელში სიცოცხლე არ იქნებოდაო და ბავშვები და არც სკოლა და არც მოსახლეობა აქ გამჩერებელი არ იყო და დღეს თუ ჩვენ ვჩერდებით და ვცხოვრობთ ამ სოფელში, სწორედ ამ საგუშაგოს დამსახურება არ საინტერესოა მისი თქვენს შემდეგ შემოგვერდება სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, სწორედ და ახალგორის მცხოვრები, შესაბამისად საინტერესო იქნება მის ხელთ არსებული ინფორმაციები, იქ არსებული სიტუაციის შესახებ. ბატონ შალვა, რადგან გიორგი გახარია ვახსენეთ, აი მოდით ზოგად კონტექსტშიც. საკმაოდ ბევრი ინფორმაციები მაქვს ახალგორის რაიონში რა ხდება, მინდა გითხრათ. თუნდაც დღეს. და რა ხდებოდა ადრეც. ჩორჩანას საგუშაგოს ემუქრება აღების საფრთხე, ფიქრობთ რომ მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც გახარიას წინააღმდეგ აღძრეს საქმე და რა ინფორმაცია გაქვთ ამავე დროს, ამავე კონტექსტში უთხარით ჩვენს მაყურებლებს და ბოლოს კიდე ერთი კითხვა უნდა დაგისვათ და ამით დაგემშვიდობებით, კითხვა რომელიც უშუალოდ თქვენს პარტიაში შექმნა სიტუაციას შეეხება. ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა თავის დროზე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. სწორედ და აი ამ გადაწყვეტილებით პირადად გიორგი გახარია მცოცავი ოკუპაციისგან დაიცვა აი ეს სოფელი. ეს ვიცით ამ თემაზე თქვენი შეფასება. დღეს რა ინფორმაციები გაქვთ? დღეს ახლა ხელისუფლებას რა ნარატივებზე საუბრობს და სადაც მიყავს საქმე, პრაქტიკულად ხელისუფლების მესიჯები, ხელისუფლების ხედვა და დამოკიდებულება ჩორჩანასთან მიმართებაში და საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულება ერთმანეთს ემთხვევა. გამიგეთ? ამიტომ დღეს ხელისუფლება რას ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამ საგუშაგოს აიღებს თუ არ აიღებს, მე ხლა ამისი თქმა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი რომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს საგუშაგო აიღოს და ეს ტერიტორიაც დაუთმოს საოკუპაციო რეჟიმს. მე ამ მოცემულობას არ გამოვრიცხავ.
რაც იქნება სამშობლოს ღალატის ტოლფასი. ის კი არ იქნება სამშობლოს ღალატი დარასახელმწიფოებრივი ქმედებები და ნაბიჯები, რაზეც ახლა გიორგი გახარიას ედავებიან. აი ეს ექნება, ამ ცაგუშაგოს აღება იქნება სამშობლოს ღალატი. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ და შემდეგ შემოგვიერთდება სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. უშუალოდ თქვენს პარტიაზე მინდა გკითხოთ, რადგან მართლაც რამდენჯერმე ვახსენეთ გიორგი გახარია. ხა თქვენ რეალურად ხართ პოლიტიკური ძალა ლიდერის გარეშე ან პოლიტიკური პარტია თავმჯდომარით და ლიდერით, რომელიც დაჭერის შიშით საქართველოში ვერ ბრუნდება. შესაბამისად, აი გითხარით, არ გიჭირთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება ლიდერის და თავმჯდომარის გარეშე და საერთოდ როგორ არსებობთ პირადად მე ესეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ბევრი პოლიტიკური ძალა ჩივის, უფულობის თუ სხვა ტიპის ურესურსობის შესახებ. აი თქვენთან რა ხდება უკვე ამ კუთხით? რა თქმა უნდა გვიჭირს ბატონი გიორგის გარეშე, მაგრამ ჩვენ დისტანციურად ვახერხებთ და გვაქვს კომუნიკაცია, საქმიანი საუბრები და განხილვები ბატონ გიორგისთან ერთად, გუნდთან ერთად და ასე თუ ისე მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირს, ვახერხებთ, რომ პარტიამ იფუნქციონიროს, იმუშაოს და პოლიტიკურ საქმიანობებში იყოს აქტიურად ჩართული. რაც შეეხება უფულობას, ბუნებრივია, ახლა ეს უფულობას ჩვენ მიჩვეული ვართ, იმიტომ რომ სხვა პარტიებისგან განსხვავებით ჩვენ ამ კუთხით განებიურებულები არასდროს არ ყოფილვართ, მათ შორის შექმნის დღიდან მოყოლებული. ასე რომ ასეთი სახის გაჭირვებებში და სიდუხჭირეებში ჩვენ გამოძრავდნები ვართ და ასე თუ ისე უძლებთ და ვიტანთ. მადლობა ბატონ შალვა, დაგემშვიდობებით პარტია გახარია საქართველოსთვის საბჭო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა კი დღეისთვის ბოლო სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ, რომელთანაც კიდევ ერთ პრობლემურ და მტკივნეულ საკითხს შევეხებით, ამჯერად ოკუპირებული ცხინვალი, იქ მიმდინარე პროცესები და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ზუსტად ერთი თვის წინ მარიონეტულმა რეჟიმმა ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა, მაგრამ საბოლოოდ რამდენიმე დღეში გაათავისუფლა. თამარი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გააძევეს, შესაბამისად დღეს მისი საცხოვრებელი ადგილი აღარ არის ერთ კონკრეტულ მისამართზე, ბოლო ერთ თვეში მას ხან რუსთავში და ხან თბილისში მოუწია ყოფნა, თუმცა თავად იმედოვნებს, რომ მხოლოდ დროებით და მივესალმები ჩვენს სტუმარს, ქავტო თამარ, გამარჯობა და მადლობა რომ შემოგვიერთით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. ქავტო თამარ, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიხარია, რომ ჩვენი სტუმარი ხართ და მიხარია, რომ თავისუფალი ხართ, ამავე დროს კი რა თქმა უნდა ვიზიარებთ თქვენს გულის ტკივილს იმასთან დაკავშირებით, რომ მოგიწიათ თქვენი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და რადგან დროებით თბილისში ცხოვრობთ, პირველ რიგში გითხარით, როგორ ხართ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თქვენ მხოლოდ დროებითი საცხოვრისი გაქვთ, ხო? შესაბამისად, თუ დაგიკავშირდნენ შესაბამისი უწყებები და თუ შემოგთავაზეს შესაბამისი დახმარება. თბილისში საცხოვრებელი არ გამაჩნია, ეს სხვადასხვა მედია საშუალებებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც მოხდა თანხების ჩარიცხვა, კიდევ ორგანიზაცია დამეხმარა, რომ რამდენიმე თვით ბინის პრობლემა მქონდეს მოხსნილი. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, არავინ არ დამკავშირებია, უბრალოდ მოსაკითხადაც კი ფაქტია, რომ 9 წელი ვიყავი თავისუფლების გადაადგილების უფლება ჩამორთმეული, სტრესში, შიშში, ზოგადად იზოლაციაში ცხოვრება, რასაც ნიშნავს და ბოლო 11 დღე გავატარე შიმშილობაში, ნაწილი მშრალი შიმშილობა მედიკამენტების გარეშე, ციხეში მინიმუმ ჯანმრთელობის მხრივ შეიძლებოდა მოკითხვა. აი, საერთოდ არავინ არ დამკავშირებია, მოხდა მხოლოდ ჩემი ტრანსპორტირება ერგნეთიდან გორამდე. დანარჩენი არავის აღარ დაინტერესდა სად ვარ, როგორ ვარ. აი რადგან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესახებ კითხეთ, კიდევ ერთი კითხვა და მე უკვე სხვა კუთხით განვაგრძობთ საუბარი. თქვენი დაკავების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ბუნებრივია კითხვები პარლამენტში დაისვა, მაშინ ქართული ოცნების ცალკეულმა წარმომადგენელმა პრობლემა თქვენს სამოქალაქო აქტივიზმში დაინახა და ითქვა, რომ იმ პირობებში, როდესაც თქვათ, იცოდით რა ნაბიჯები გადაიდგმებოდა საოკუპაციო
რეჟიმის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები არ უნდა განგეხორციელებინათ. აი რა პასუხი გაქვთ უკვე ამ თვალსაზრისით ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლების მისამართით და როგორც უკვე აღნიშნე, მე უკვე სხვა კუთხით განვაგრძელებ საუბარი. მე კარგად არ მიმიდევნებია თვალყური ვინ რას ამბობდა ჩემზე ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ვიცი, ეს დამამახსოვრდა ნინო წილოსანი ქალბატონი. მან არ იცის, მე რას ვაპროტესტებდი მთელი ეს წლები ომის შემდეგ. ამ შემთხვევაშიც მე სტუდიაში არაერთხელ ვიყავი, მაშინ ნაციონალურ მოძრაობისგან ვიდევნებოდი და ნაციონალურ მოძრაობასთან მქონდა დაპირისპირება. გამოდის, რომ დღეს ისინი მე არ მახსოვს იმ პერიოდში 2008 და 12 წლამდე ნინო წილოსანის აქტიურობა თუნდაც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და მან არ იცის მე დღეს რას ვაკეთებდი. თუ იცის და ისე გამაკრიტიკა ძალიან ცუდი, თუ არ იცის მაინც ცუდი. ვაკრიტიკებდი იქ ქართული სკოლების დახურვას, ვაკრიტიკებდი ბავშვებზე ძალადობას, ვაკრიტიკებდი ჩაკეტილ გზას, რის გამოც 40-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვაკრიტიკებდი იმას, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ ხარისხიან მედიცინაზე ხელმისაწვდომობა. ვაკრიტიკებდი ადამიანების მკვლელობას, დავით ბაშარულის სიკვდილის შესახებ ჩემგან გაიგეს და ბევრი ისეთ საკითხს ვაკრიტიკებდი, რომელიც ძნელია შეაფასო როგორც პროვოკაცია. ეს იყო ჩემი სამოქალაქო შეგნება. ქართო თამარა, იმართლაც საინტერესოა თქვენი დაკავების პერიპეტიები. ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ცხინვალში დაგაკავეს ჯაშუშობის ბრალდებით და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეგიფარდეს, თუმცა რამდენიმე დღეში თქვენი პატიმრობიდან გათავისუფლება და ცხინვალიდან გამოძევება მოხდა ამავე დროს. ეხლა თქვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ისაუბრეთ სხვა მედია საშუალებასთან რა მოხდა და რატომ მოხდა, თუმცა ამ ერთი თვის თავზე დამატებით ხომ არ გაქვთ რამე სათქმელი, ეს მაინც მინდა გკითხოთ და რატომ. აი მე რადიო თავისუფლებასთან თქვენს ინტერვიუს გადავავლე თვალი, სადაც ამბობთ, რომ გეუბნებოდნენ თქვენი გათავისუფლების სანაცვლოდ მარიონეტულ რეჟიმს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის შესაძლოა მოეთხოვა, როგორც ცხინვალში ეძახიან წნელისის და როგორც ჩვენ ვეძახით აი ჩორჩანას საპოლიციო პოსტის აღება. საბოლოოდ თქვენ გამოგიშვეს შესაბამისად, რამდენად შეიძლება ვიფიქროთ, რომ თქვენი გათავისუფლების სანაცვლოდ, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, მართლაც მოხდა ჩორჩანას პოსტის საკითხზე გარკვეული შეთანხმების არ ვიცი ამაზე ვერაფერს ვიტყვი რაზე შეთანხმდნენ. მაშინ რამ გაგიჩინათ ასეთი ეჭვები, რომ ეს შესაძლოა ასე? ეჭვი არ იყო, ეს მე ციხეში მითხრეს, არ დავაკონკრეტებ ვინ მითხრა, რა თქმა უნდა ცხინვალის ციხეს გულისხმობდა იქ არც იმას დავაკონკრეტებ თანამშრომელი იყო თუ გარედან შემოსული, მითხრეს რომ შეიძლება, ჯერ მითხრეს რომ შეიძლება უცხოეთში თავშესაფრის პირობით გაგიშვან, არც თბილისში გაგაჩერონ, არც ამაზე უარი უთხარი. შემდეგ მითხრეს, რომ შეიძლება მოხდეს შეთანხმება ჩორჩანას საგუშაგოს აღების სანაცვლოდ მოხდეს შენი გათავისუფლება. ორივე შემთხვევაზე უთხარი უარი, რომ მე არ გავხდებოდი პოლიტიკური, იმიტომ რომ მე ვარ დაბადებული, იქ გაზრდილი, იქაური მაცხოვრებელი და ესე არ შეიძლება მე გამცვალო. მე არ შევსულა. პირადად თქვენ რას ფიქრობთ მიუხედავად თქვენი სურვილისა და დამოკიდებულებისა? შეიძლება და უშვებთ იმას, რომ აი თქვენი გამოშვება რამენაირად იყოს დაკავშირებული ჩორჩანას საკითხზე გარკვეული ტიპის დამძიმდი, ჩემი ჯანმრთელობა დამძიმდა. მე რო არ მეშემშილა, შეიძლება მეფიქრა, რომ რაღაცა გარიგება მოხდა, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა დამძიმდა. მოდიოდნენ ექიმები, თვითონ სამედიცინო ცენტრის დირექტორი შემოდიოდა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე თვითონ ასე მეუბნებოდა, რომ გეუბნები, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება გაგეთიშოს თირკმელები. და ჯერ მთხოვდნენ, მომიწოდებდნენ შემეწყვეტა შიმშილება, შემდეგ მითხრეს, რომ მათ არ ჰქონდა დიალიზის საშუალება და ხელი მომეწერა თბილისში ჰოსპიტალიზაციაზე, რაზეც უარი უთხარი, რომ ბესლანში ან ვლადიკავკაზში გზა იყო დაკეტილი და უბრალოდ შეშინდნენ, რომ შეიძლება ჩემი სიცოცხლე იქ სიკვდილით დასრულებული იყო. ისევ თქვენი ასე ვთქვათ დაკავების
გარემოებებზე მინდა რომ ჩაგეკითხოთ ახლა როგორც თქვენ მედია საშუალებებთან გაიხსენეთ 22 დეკემბრის ღამეს როცა ნაქირავები ბინიდან გამოგიყვანეს მთელი შენობა ალყაში იყო და გარეთ 100-მდე შეიარაღებული სპეცრაზმელი იდგა. აი როგორ ფიქრობთ რად უნდოდა და რაში სჭირდებოდათ თქვენს დასაკავებლად ამ ხელა სპეცოპერაცია და სპეცრაზმი? აი რაში სჭირდებოდათ თქვენთან ძალის დემონსტრირება? წლებია ვაკრიტიკებ ჩვენს რაიონში პრობლემებს. მე არც ცხინვალს ვეხებოდი, არც აი რაც ჩვენს რაიონს აწუხებს, ჩვენი რაიონის მოსახლეობას. ეს იყო სოციალური პრობლემები. მართლა ამ ხელა ხმაური არ იყო საჭირო. თავიდან არასერიოზულად იღებდნენ. შემდეგ დავიწყე, არ მაქცევდნენ ყურადღებას. შემდეგ დავიწყე ჩემს პირად Facebook-ზე პატარა ვიდეოების ჩაწერა, სტატუსები. შემდეგ პირდაპირ ეთერები ჩავწერე და იმდენად პოპულარული გახდა უკვე ეს ინტერესი რაღაცით უნდა შეეჩერებინათ და ცდილობდნენ. მე ვერ წამიყენებდნენ ბრალს რომ გავფლანგე ბიუჯეტი ან ვინმე შეურაცხყოფა. აი არაფერი არ არსებობდა ბუნებაში, რის გამოც თუნდაც ადმინისტრაციული წესით იქნებოდა საქმე აღძრული და მე შემდეგ შემიზღუდეს საშუალება რითიც მე ვარსებობდი. ეს იყო მეორადი ტანსაცმლის ფუთების შეტანა. და ეს ჩემთვის იყო უკვე ზღვარი, რომ არც გადაადგილების საშუალება, არც შვილთან შეხვედრის საშუალება, არც სამსახური, აი არაფერი ძევლობაში მამყოფებდნენ და ეს საშუალებაც მომესპო და დავაანონსე, რომ მე ვაპირებ გამოვიდე მოედანზე, თუ არ მიმიღებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ამდენი პრობლემა იყოს და მოხდა ჩემი დაპატიმრება. ალან გაგლოევმა ვერ გათვალა, იფიქრა რომ ოსურ საზოგადოებაში ჯაშუშის ბრალდება ძალიან იმუშავებდა. რატომ მაინდა-მაინც იმუშავებდა ძალიან ბრალდება და მაშინ ამ ამბების შემდეგ თუ გაქვთ უკვე ცხინვალში თქვენს ნაცნობებთან, ეს ახლობლო წრესთან კომუნიკაცია და რას ამბობენ ადამიანები, ვისთანაც თქვენ ახლობლობდით? კი, აი ვერ გათვალა, რომ იქნებოდა რეაქცია საპირისპირო, იმიტომ რომ რაზეც მე ვსაუბრობდი, ეს ყველაფერი ეყრდნობოდა სხვადასხვა სამსახურების შემოწმებებს, სახელმწიფო სამსახურების, მათ შორის აუდიტის, სამინისტროების და მარტო ალან გაგლოევი არ არის იქ, ვისაც შეუძლია რაღაცა ბრალდების წაყენება. არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც მათ გააბათილეს. და პირველივე დღეს, როგორც კი მოვხვდი ციხეში, ჩუმად, რა თქმა უნდა, ხმამაღლა ვერ ბედავდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ქალაქში ამისე არავის არ ჯერა, მთხოვდნენ, რომ შემეწყვეტა შიმშილობა. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პროკურატურის, სასამართლოს, ვისთანაც კი მქონდა შეხება, ყველა მთხოვდა და მეუბნებოდნენ, რომ ეს არის სამარცხვინო, რაც გააკეთეს. 20-ზე მეტი ადამიანი ერთოთახიან ბინაში შემოიჭრა, ნიღბებით, ჯავშანჟილეტებით, ავტომატებით მიყვიროდნენ, რომ დავწოლილიყავი იატაკზე. აი რაღაცა შოუ დადგეს, რამაც იმოქმედა და იმუშავა გაგლოევის წინააღმდეგ ისე, რომ აი მაგალითად 10 დღე იანვრის თვეში, რაც საახალწლო დასვენებები დამთავრდა, სამსახურში არ გავიდა. და რაღაცებს იგონებდნენ, რომ ავათ არის, თუმცა ავათ არ იყო. უბრალოდ ისეთი ტალღა წავიდა დაცინვის, შეურაცხყოფისა სხვათა შორის, რომ ზუსტად ვიცი, რომ ის ამ ყველაფერს ვერ უძლებს. ძალიან ცუდად განიცდის და ვერ გაუძლო. ერთი ადამიანის დაკავებას ნამდვილად არ სჭირდებოდა 120-ზე მეტი ადამიანი. ყველა ძალოვანი სტრუქტურა, რაც კი არსებობს. ყველა იქ იყო მობილიზებული თავიანთი მინისტრებით. აი არსად არავისთან მისულან შინაგან საქმეთა მინისტრი. უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პირადად იყო ჩემთან ბინაში მოსული. ეს არ მოეწონათ რუსეთშიც. ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ თქვენი აქტიურობა ცხინვალში, ისე როგორც ახალგაზრდობაში, სადაც თქვენ ცხინვალში გასვლამდე ცხოვრობდით, მართლაც დე-ფაქტო ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდით, ჩვენ გვახსოვს თქვენი ვიდეოები, ყოფით პრობლემებზე საჯაროდ საუბრობდით და თქვენც აღნიშნეთ, რომ არ ერდებოდით პროტესტის საჯაროდ გამოხატას, რაც ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ერთი რიგითი ქართველისთვის იოლი ნამდვილად არ იყო. როგორ რისკავდით? ესეც მინდა გკითხოთ და რამდენად გრძნობდით თავს უსაფრთხოდ და დაცულად?
თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდი, მაგრამ თითქოს ჩემი ცხოვრების რეჟიმი გახდა. აი ბავშვობიდან ესეთი ვარ, არ შემეძლო არც ბავშვობაში უსამართლობაზე თვალის დახუჭვა. აი ყოველთვის სხვას ვექომაგებოდი და ჩვენთან ხედავდი მე შედეგებს, რაღაცა იცვლებოდა, რაღაცა უფრთხილდებოდნენ. აკრძალვები იყო, რომ ჩემთან არ მოსულიყო პრობლემები, რადგან ვისაუბრებდი და აი ხედავდი უკავშირს და ამიტომ ვაქტიურობდი. მართლა იცვლებოდა იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც ვიცავდი. და ეს მაბედვინებდა, ეს მაძლიერებდა. ხვალ მაგალითად რომ მითხრან დავბრუნდე უკან, მაინც წავალ და იგივეს გავაკეთებ. ეს თავარი პრობლემები ვისარგებლებ შემთხვევით და ამასაც კითხავთ, რის გამოც თქვენ მარიონეტულ რეჟიმს აკრიტიკებდით და ამ კონტექსტში მოდით ის ახალი ინფორმაციაც შევაფასოთ, რომელიც ცხინვალიდან ხდება ცნობილი დე-ფაქტო პრეზიდენტმა, როგორც მედია იუწყება, ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებული მთავრობა დაითხოვა არსებული ინფორმაციით ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლება, თუმცა არაოფიციალური ცნობით ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსული დაფინანსების არამიზნობრივად გამოყენებასთან. ეხლა თქვენ ცხინვალში არსებულ მდგომარეობას მართლაც კარგად იცნობთ, ამბობთ, რომ ცხინვალის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის პირადი პატიმარი იყავით, შესაბამისად თავად როგორ ხსნით და თუ გაქვთ ინფორმაცია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს უკვე ბრძანება ეგრეთ წოდებული მთავრობის დათხოვნის თაობაზე. საკმაოდ არაპოპულარულია თვითონ გაგლოევი, თვითონ ვერ გადადგება და რაღაცით განმუხტა სიტუაციაც. ზუსტად წინა დღეებში იქ გაიმართა სამოქალაქო პლატფორმა, არსებობს ასეთი მოძრაობა სამოქალაქო. სხვათა შორის მათ მოიყვანეს გაგლოევი ხელისუფლებაში, მათმა აქტიურმა მხარდაჭერამ და ისინიც კი უკვე ღიად განაცხადეს კორუფციის შესახებ და მოუწოდეს, რომ იქნას გამოძიებული ეს ფაქტები. კორუფციაზე ვსაუბრობდი სულ. აი, ჩვენთან არის ძალიან პატარა რაიონი, დაახლოებით 800-მდე ადამიანი დარჩა. 800-მდე ადამიანი ცხოვრობს რაიონში, რომლის განათლების განყოფილებიდანაც 11,400,000 რუბლი მოიპარეს. ეს არის ისეთი დიდი თანხა, რომ ამას უბრალოდ ერთი ადამიანი ვერ გაბედავდა. ეს ყველაფერი არის გაგლოევის დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე, მინისტრების დონეზე მხარდაჭერილი და იფიქრა, რომ რაღაცით განმუხტოს. სხვათა შორის მე ცხინვალიდან თქვენ მკითხეთ და ვერ გაგეცით პასუხი. როგორც კი გაიგეს, რომ მე მაქვს ნომერი, უცბად გავშცევდა ქალაქში, მირეკავენ. სხვათა შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან, იმიტომ რომ თვითონ შიგნითაც დაიღალნენ უიმედო ცხოვრებით. და რა შინაარსის არის განსაკუთრებით მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების სატელეფონო ზარები? აი მაგალითად ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა მითხრა, მოწერილი მაქვს, შემიძლია გაჩვენოთ, რომ თან რომ მალე მოშორდებიან ესენი, დიდი დრო არ დარჩა, შენი წესიერების არასდროს არ გვეპარებოდა ეს წესიერებაში, ნუ ინერვიულებ, შენი სახლი არსად გაიქცევა, დაგელოდება, ჩვენ ისევ შევხვდებით, აუცილებლად დაბრუნდები. ეს არის ერთ-ერთი თანამდებობის პირი. მწერენ, მირეკავენ, სულ ესეთ საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანებია, რა გამოგიგზავნოთ, ფულით ხო არ დაგეხმაროთ, მართლა იმ ერთ წელში რაც მე იქ გავატარე, ისეთი დიდი სიყვარული მივიღე და გავეცი, რომ ტირიან, მართლა ტირიან, აი ხმოვანებს რომ იგზავნიან, იქ ცრემლებია, რომ ეს რა გაგიკეთებს, ჩვენ ბოდიშს გიხდით, ყველაფერი კარგად იქნება, დაალაგდება, ჩვენ გვჭირდები. მართლაც კარგად იქნება ყველაფერი. მე ამის მჯერა და მალე დაბრუნებას გისურვებთ ახალგორში, იქ სადაც თქვენი საცხოვრებელი სახლია. ბოლო კითხვას დაგისვავთ და ისევ ეს ეგრეთ წოდებული მთავრობის შეცვლის საკითხზე ჩაგეკითხებით. ახლა ცნობილია და თქვენც ისაუბრეთ კორუფციაზე, რომ რუსეთს დონაციაზე ყავს აფხაზეთიც და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიც, თუმცა რამდენად შეიძლება რომ მხოლოდ თქვათ რუსეთიდან წამოსული თანხების არამიზნობრივად ხარჯვა არ იყოს აი ამ ეგრეთ წოდებული სამთავრობო ცვლილებების მიზეზი და არსებობდეს დაპირისპირება თვითონ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ამ კუთხით რისი თქმა შეგიძლიათ, რა ინფორმაცია გქონდათ წამოსვლამდე და ახლა უკვე რა ინფორმაციას იღებთ? დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ძალიან საინტერესო
მასალები გავრცელდა სხვადასხვა Telegram არხებზე, რომელიც იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ შედგენილი წერილები და ეს ეხებოდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაგლოევის ძმა, რომელიც დაკავებული არის რეკეტით, ადამიანების გატაცებით, მოტაცებით, გამოძალვით და ასე შემდეგ. ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ შეგროვებული ინფორმაციები გაჟღერდა, მე ვფიქრობ, შეგნებულად და მეორე იყო კიდევ კონტრაბანდული სიგარეტისა და საწვავის საქართველოს კონტროლებად ტერიტორიაზე მოწოდება და თანამშრომლობაზე. აქ იყო უკვე გაგლოევის ახლო მეგობრები და უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნების კავშირზე მტკიცებულებებით. მხოლოდ ბიუჯეტის თანხის ფლანგვა არ არის, რაც რუსეთს აღიზიანებს. იმიტომ რომ მათ უნდათ რომ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, სტაბილურობა. ჩემი თემაც არ მოეწონათ, რადგან მთელი ეს წლები ამბობდნენ, რომ ჩვენი რაიონიდან არავინ არ გაუძევებიათ და მართლა ძალით არავინ არ გაუძევებიათ, თუმცა იქაური მდგომარეობა ადამიანებს აიძულებს, რომ დატოვონ, უუფლებობაში ცხოვრება და უპერსპექტივობაში ცხოვრება ხო ბევრს არ შეუძლია და აი მე ვარ ნათელი მაგალითი, რომელიც გამომაძევეს სრულიად უკანონოდ იმ მოსამართლემ, რომელმაც მე წინა ხელისუფლების დროს გამომიტანა განაჩენი, რომ ყველა დოკუმენტი და ჩემი იქ ცხოვრება არის კანონის ფარგლებში, დღეს გამომიტანა იგივე მოსამართლე იყო კი. მადლობა ქალბატონ თამარ სტუმრობისთვის, კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ მალე დაბრუნებას თქვენ სახლში, ახალგორში, თუმცა ვიდრე ეს მოხდება, იცოდეთ რომ იქამდეც საკუთარ სახლში ხართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს იყავით ჩვენი სტუმარი და დაგემშვიდობებით. თავისუფალი სტუდია ემშვიდობება თამარ ბიარაყიშვილს და ამით ვასრულებთ კიდეც ჩვენს გადაცემას. შესაბამისად, ამ სტუდიაში უკვე მომავალი კვირის ხუთშაბათს შევხვდებით. ღამემშვიდობის.